გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. გადაცემის სპონსორია ფავორის ლაქსაღებავები. გასულ კვირეულში საკადრო ცვლილებები საქართველოში გრძელდებოდა. ის ამ კვირეულშიც და შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება, ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველომ უკან გამოიწვია ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებიდან. პოლოლიკაშვილი თანამდებობაზე წლის ბოლომდე დარჩება, თუმცა მისი თქმით გაურკვეველია მოტივი, რატომაც მოხდა ხელისუფლებისგან მისი კანდიდატურის გამოხმობა. გასაგები ახსნა განმარტებით არც მართველი პარტია იწუხებს თავს, საქართველოს წარმომადგენელი უმაღლეს თანამდებობაზე საერთაშორისო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე დარჩება. ამერიკამ და ჩინეთმა ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ. შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარეები 90 დღის განმავლობაში ერთმანეთზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა ჩინური პროდუქციისთვის დაწესებულ ტარიფს 155-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ გადასახადს 125-დან 10%-მდე დაწევს. ამ გარდამავალმა შეთანხმებამ დადებითად იმოქმედა გლობალურ ბირჟებზე, რომლებმაც გასულ კვირეულშიც ზრდა აჩვენეს. სტამბოლში რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ვერ შედგა, თუმცა იკონტაქტეს სამუშაო ჯგუფებმა და შესაძლებელია დამდეგ კვირეულში ვიხილოთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამხედრო ტყვეთა გაცვლის ყველაზე მასშტაბური 1000-ზე სამხედრო ტყვეების გაცვლა ოფიციალურ კიევს და მოსკოვს შორის. ორშაბათისთვის დონალდ ტრამპი პუტინთან მორიგ სატელეფონო საუბარს აანონსებს თამდევი ზარებით პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის ლიდერთან. EBRD-მა მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტის თანახმად 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად 6%-ზე არის შენარჩუნებული, თუმცა ხაზგასმულია ის რისკები, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკაზე აქვთ გავლენა. აღნიშნული რისკები ძირითადად პოლიტიკურია და მათ შორის მთავარი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაა. EBRD მიუთითებს, რომ აღნიშნულს ქვეყნის ექსპორტსა და ინვესტიციებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. 2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $295 მილიონ გადააჭარბა, რაც 6.1%-ით მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გზავნილებში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს $54 მილიონი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. მეორე პოზიციაზეა იტალია, წლიურად 10%-ით არის გაზრდილი და ჯამში $50 მილიონ შეადგენს, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები 19%-ით შემცირდა და მან არასრული $40 მილიონი შეადგინა. ექსპორტმა $617 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა $1.4 მილიარდი იყო, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული. ექსპორტი $2 მილიარდი იყო, გაზრდილი არის 14%-ით, ხოლო იმპორტი $5 მილიარდი. ჯამურად უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, ანუ უკვე საუბარია იანვარ-აპრილის პერიოდზე 2025 წლისა, $3 მილიარდ 727 მილიონი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა $29 მილიონი წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიკროსაფინანსოების წმინდა მოგება $300,000 არის გაზრდილი. 16 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი გაორმაგდა. კერძოდ ძალაში შევიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი $200,000-მდე იზრდება. ამ დრომდე ეს ლიმიტი $100,000 შეადგენდა. როგორც მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ, კრედიტის ლიმიტის $200,000-მდე გაზრდით სექტორს საშუალება ექნება არსებული კლიენტები შეინარჩუნოს.
თურქეთის ექსიმ ჰოლდინგი საქართველოში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს. კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს ზესტაფონის, გორის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ამ სადგურების გეზეშე დოკუმენტაცია და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამის ნებართვებს ელის. ექსიმ ჰოლდინგი საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტიციებს 2007 წლიდან ახორციელებს. კომპანიის შვილობილი აჭარ ენერჯი 2007-2017 წლიდან ახორციელებს 47.5 მეგავატი სიმძლავრის ხელვაჩაური ჰესი 1-ის ოპერირებას. 2018 წლიდან კი კომპანია 51.2 მეგავატიანი სიმძლავრის კირნათი ჰესს მართავს. დავიწყოთ ბიზნესისთვის კვირეული შეჯამება ეკონომიკის მთავარი ამბებით. ეს BMG-ა. მივესალმები საქმიან საზოგადოებას. ეს ბიზნესმედია საქართველოს კვირის შემაჯამებელი გადაცემა და ტელეპროექტი ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად და მოდი ერთად გადავხედოთ, შევაჯამოთ მთავარი ამბები ჩვენი ეკონომიკისთვის უკვე გასული კვირიდან. არსებული მდგომარეობით აპრილის თვის მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან რამდენიმე უკვე ცნობილია, კერძოდ გამოქვეყნდა აპრილის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. გასულ თვეში ექსპორტმა 617 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა 1.400 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული. გამოქვეყნდა ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც აპრილში უცხოეთიდან საქართველოში 295 მილიონ 540 დოლარი გადმოირიცხა, ჭრილ ჭრილში 6%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო ტურიზმისა და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია ცნობილი უფრო მოგვიანებით. ეს მოგვიანებით რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასევე გასულ თვეში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი იცით, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის შესყიდვა იყო, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 150-160 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული შესახებ დეტალური სტატისტიკა 27 მაისს გახდება ცნობილი. მარტში კი რეზერვების შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი გახდა. ამასთან ფინანსთა სამინისტროში მოელიან, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს კიდევ შესყიდვას ვალუტისა და 700 მილიონი დოლარის ნამაც გააკეთებს სავალუტო რეზერვებშიო. მეტი იციან, ერთმანეთს უფრო ხშირად ელაპარაკებიან, ვიდრე ჩვენ ერთად და ცალ-ცალკე. მათი არჩევანია და მიღებულია. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას და ეკონომიკის სიჯანსაღის ერთ-ერთ მთავარ საზომს, გასულ სამუშაო კვირაში ლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. დოლარი 2.74-ზეა, ხედავთ ყველა ათეულს, ანუ წამყვანი ვალუტებისა, რომელიც არის წარმოდგენილი, 2.74-ზეა, ევრო კვლავ 3 ლარი ღირს. რაც შეეხება გირვანქა სტერლინგს, ის 3 ლარი და 64 თეთრის ფარგლებშია. ანალოგიურად ერთადერთი სომხურ დრამთან დავთმეთ პოზიციები. ცალად ანემძმებო, შემდგომ აზერბაიჯანულ მონეტთან გამყარება გვაქვს, ასევე დავთმეთ ჩინური იონთან, სტრატეგიული პარტნიორია და გვეპატიება ამხანაგებო და შესაბამისად იაპონური იენი და უკრაინულ ჰრივნას არ დავთმეთ არაფერი და მთლიანად ჩვენს განკარგულებაშია ნამატი წელს კი არა ამ კვირაში. გადავხედოთ ქართული წარმომავლობის კომპანიების აქციების ღირებულებას, უпроსოდ ცვლილებას კვირეულ ჭრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 3 კომპანიით ვართ წარმოდგენილი, ამითითაც უნიკალურები ვართ რეგიონში. Lion Finance Group-ის, საქართველოს ბანკის ჯგუფის BJO სტიკერით აქციების ფასი 2.6% შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 63.5 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. უკაცრავად მეგობრებო, ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 29.5%-ით გაიზარდა. სულ შაქრად და ნამატში ქართულ კომპანიებს ლონდონის ბირჟაზე. TBC PLC-ის, ანუ TBC ბიზნეს ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 3.5%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 45.4 გირვანქა სტერლინგზეა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი
42.3%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის GCAP-ის აქციებს, ის 2.19%-ით შემცირდა, CGO-ს ერთი აქციის ფასი 18.7 გირვანქა სტერლინგია და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 873 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 62.11%-ით გაიზარდა. სოციალურ გასულ სამუშაო კვირაში ამერიკული საფონდო ბირჟისთვისაც ხედავთ განსაკუთრებით პოზიტიური იყო, რადგან Dow Jones-ის, NASDAQ-ის, S&P 500-ის ინდექსების ღირებულება ჩვენ გავასაშუალოეთ ეს ამბავი 4.5%-ით გაიზარდა. ევროკავშირის მასშტაბითაც ვითარება პოზიტიური იყო, Stoxx 600-ის, ანუ ფლაგმანური ინდექსი, რაც არის უმსხვილესი ევროპული კომპანიებისა 2.5%-ით არის გაზრდილი. ასევე გამორჩეული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225-ს 225-ს მემოპატიეთ, რომელიც 1%-ით გაიზარდა. იცით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ წლის პირველ კვარტალში ქვეყნის, ანუ იაპონიის ეკონომიკის მოცულობა წლიურად 0.7%-ით შემცირდა, რაც თითქმის ორჯერ უარესი შედეგია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ექსპერტების შეფასებით, იაპონიის ეკონომიკა რეცესიის გარკვეული საფრთხეების წინაშე დგას, რომლის დასაძლევად ქვეყნის მთავრობას და ცენტრალურ ბანკს მნიშვნელოვანი ძალების გაერთიანება მოუწევთ. რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $64 ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით $61 ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება ბარელი ურალსის ფასი $59 ფარგლებშია, ბუნებრივი აირის შემთხვევაში ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი საათი ენერგიის ფასი 32 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 1%-იანს დას წარმოადგენს. და მუდმივი ღირებულება ოქროს სახით გასულ კვირის განმავლობაში მან ბირჟების ზრდის კვალობაზე დათმო პოზიციები 3.5%-ით და უნცია მეტალის ფასმა $3,200 შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ბირჟებისთვის გასული კვირეული სრულიად მნიშვნელოვანი და მზარდი იყო, თუმცა მძიმე იყო არაბეთის ვოიაჟიდან დაბრუნებული პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა, ის ჩვეულ ლექსიკა ფრაზეოლოგიას დაუბრუნდა, რომელიც რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის მიმართ სიმპათიებს და საჯარო ანტიპათიებს იტევს უკვე უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ზელენსკის მიმართ, სიმპათიები პუტინისკენ, ანტიპათიები ზელენსკისკენ და ვიდრე ამ თემის განხილვა შეუდგებით და რუსეთისადმი ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის დამოკიდებულება სენტიმენტებს გავარჩევთ, სურს შევაჯამოთ პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში. დიახ, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთს ეწვია. არაბეთის გაერთიანებული საამიროები, კატარი ან ყატარი, როგორც გენებოთ, ხსნილია გემოვნებაზე და საუდის არაბეთი. აი ამ სამდღიანი ვოიაჟიდან თეთრი სახლის სრულიად საარაკო საინვესტიციო თანხების მოზიდვაზე აცხადებს. საუბარი მილიარდებსაც გასცდა და ტრილიონზე გავიდა, ისიც მხოლოდ ერთი ქვეყნის კონტრაქტების ფარგლებში. ტრამპის ოპონენტები ალაპარაკდნენ მისთვის ნამდვილი სამეფო საჩუქრის, ყატარის მონარქების ნაქონი 400 მილიონიანი ბოინგის ფეშქეშზე, ანუ საჩუქარზე. სულელი უნდა ვიყო, ასეთ საჩუქარზე ვარი ვთქვა. აცხადებს პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც აღნიშნულ ბოინგს და ბორტს ვერ გამოიყენებს, მაგრამ ამერიკისთვის საჩუქარი მიღებულად ითვლება. ასეთ საჩუქრებს როგორც წესი მოსდევს ხელგაშლელი მჩუქებლებისგან მოლოდინი, რომ აუცილებლად მიიღებს უკან სარგებელს და საკმაოდ დიდსაც. არღვევს ლამის პირველად დუმილს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი. და მოდი მაინც გადავხედოთ და დავაჯამოთ ერთი რა კონტრაქტები გააფორმა პრეზიდენტმა ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში თავისი პირველი ვოიაჟის ფარგლებში. მით უმეტეს მას არც დაუმალავს, რომ ეს ვიზიტი უფრო ეკონომიკას და ბიზნესს ემსახურებოდა, ვიდრე პოლიტიკას ან გეოპოლიტიკას. არც ის დაგვაუწყდეს, რომ ისრაელში მან არც ჩაიარა და არც გაჩერებულა. მოკლედ, ყველაფერი დონალდ ტრამპის ვიზიტის შესახებ ახლო აღმოსავლეთში გიორგი თოლორდავას ანალიტიკურ ვიდეო ისტორიაში. მიმდინარე კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში 4დღიანი ტური გამართა, რომლის ფარგლებში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ვიზიტის მიზანი ეკონომიკური, სამხედრო და დიპლომატიური თანამშრომლობის გზით რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება იყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნამდვილად მიაღწია. თავად ეს ვიზიტი ტრამპის ადმინისტრაციის ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, რადგან ეს რეგიონი ტრამპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომაც პირველი ოფიციალური ვიზიტი მან სწორედ აქ განახორციელა.
ტური საუდის არაბეთში 13-14 მაისს დაიწყო, სადაც ტრამპი შეხვდა მეფე სალმანსა და პრინც მუჰამედ ბინ სალმანს, რომელიც ამჟამად ქვეყნის დე-ფაქტო მმართველია. ოფიციალური შეხვედრებისას განხილული იქნა უსაფრთხოების საკითხები, კონფლიქტები და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ხელი მოაწერეს სამხედრო სექტორის მიმართულებით 152 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთი ამერიკიდან თანამედროვე სამხედრო ტექნიკას, მათ შორის თვითმფრინავებს, რაკეტებსა და დრონებს მიიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტრაქტია, რომელიც ქვეყნებს შორის ოდესმე გაფორმებულა, ამიტომაც ტრამპი ამ მიღწევით განსაკუთრებით ამაყობს. ამ შეთანხმების გარდა საუდის არაბეთმა დააანონსა 600 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პაკეტი ამერიკაში, რაც მოიცავს ენერგეტიკის, ტექნოლოგიის, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სექტორებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია დატა ვოლტის მიერ 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას ისახავს მიზნად. ამასთან, საუდის არაბეთი NVIDIA-სთან და სხვა ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობით დატა ცენტრების აშენებას და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას აანონსებს, რაც ამერიკული ტექნოლოგიური სექტორისათვის, რა თქმა უნდა, სასიხარულო სიახლეს წარმოადგენს. არაბეთის შემდეგ 14 და 15 მაისს ტრამპმა საქმიანი ვიზიტი კატარში განაგრძო, სადაც ის შეხვდა ქვეყნის ემირ თამიმ ბინ ალ-თანის. ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. გაფორმდა რამდენიმე მსხვილი შეთანხმება, მათ შორის კატარ ეირვეისის მიერ ასობით ერთეული ბოინგის თვითმფრინავის შეძენის შესახებ, რომელიც საერთო ჯამში 200 მილიარდ დოლარად შეფასდა. ამერიკამ და კატარმა ასევე ხელი მოაწერეს 42 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვით შეთანხმებას, რაც ითვალისწინებს Raytheon-ისა და General Atomics-ის თანამედროვე შეიარაღების სისტემების მიწოდებას ამ ნავთობით მდიდარი სახელმწიფოსათვის. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების საკითხები და თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე. როგორც ჩანს, კატარში ვიზიტი სარგებლის მომტანი მხოლოდ ამერიკისათვის არ ყოფილა, რადგან თავად პრეზიდენტმა ტრამპმა კატარის ხელისუფლების მხრიდან საჩუქრად მიიღო 400 მილიონ დოლარად შეფასებული თვითმფრინავი, რომელიც, როგორც ცნობილია, მფრინავ თეთრ სახლად გადაკეთდება და მის ბორტზე ტრამპი კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ გრანდიოზული საჩუქრების მიღების შემდეგ 15 და 16 მაისს ტრამპის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაგრძელდა. აბუ-დაბიში ტრამპმა მოლაპარაკებები გამართა მუჰამედ ბინ ზაილდ არ-ნაჰიანთან. შეხვედრის დროს განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში. შედეგად მხარეებმა დააანონსეს 1,400 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება, რომლის მთავარი ნაწილი კოლოსალური ზომის AI კამპუსის და დეიტა ცენტრის მშენებლობა იქნება. ასევე Etihad Airways-მა და Boeing-მა ხელი მოაწერეს 14,5 მილიარდი დოლარის შეთანხმებას 28 თვითმფრინავის მიწოდების თაობაზე. გარიგებების გაფორმების გარდა, ვიზიტის ფარგლებში ტრამპი შეხვდა სირიის ახალ პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას, რაც ისტორიულ მოვლენას შეფასდა, რადგან მსგავსი შეხვედრა ამერიკისა და სირიის ლიდერებს შორის ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გამართულა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამერიკის მიერ სირიაზე სანქციების მოხსნის საკითხს, რაც სავარაუდოდ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დასაწყისი იქნება. ტრამპის ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ამერიკა კვლავ მნიშვნელოვანი აქტორია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და ტრამპის დაპირება ისე უცვლელია. ამერიკა ყველგან და ყოველთვის პირველი უნდა იქნეს და 47 პრეზიდენტი ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ ამერიკა პლანეტის ყველა სახელმწიფოსგან სარგებელი მიიღოს. მოკლედ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. ტრამპის განცხადებით, ქვეყნებს შორის თავდაცვის, ავიაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებებია მიღწეული. ტრამპის მიერ ახალი მაღალი ღირებულების გარიგებების დაანონსებამ უკვე წარმოგიდგინეთ კიდეც გავლენა იქონია შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზეც. ამ ვიზიტის ფონზე გაიზარდა ისეთი მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციების ფასები, როგორც არის მაგალითად NVIDIA, Alphabet, Amazon. თუმცა ხუთშაბათის მდგომარეობით ბაზარზე საერთო ვარდნამ ამ კომპანიების აქციების ღირებულების ზრდაც შედარებით შეანელა. სხვათა შორის, სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული კომენტარებით დონალდ ტრამპი
ერთგვარი მაშველი რგოლის ფუნქციით მოევლინა გეოპოლიტიკურ ვითარებასაც და ახლო აღმოსავლეთში ყოფნისას ტრამპი შეეცადა გაემართლებინა პრეზიდენტ პუტინის არ ჩასვლა სტამბოლში, სადაც იყო შესაძლებლობა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ დასხდომა შეხვედრისა, თუმცა ამისთვის უნდა მომზადდეს ყველაფერიო. და ჩემს გარეშე შეთანხმება ვერ შედგებაო, აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელიც რთული მისახვედრი არ არის თუ ვის მხარეს იქნება რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში. ისევ როგორც პირადად ჩემთვის, მისთვის, ანუ დონალდ ტრამპისთვის მოხაზულია საქართველოს თემაც სამწუხარო დისკურსით და აღქმით და ეს ყველაფერი მინიმუმ ტრამპის გონება-მეხსიერებაში და მისივე გადმოცემით აღიქმება როგორც რუსეთის მიერ წაღებული მიწები და გავლენის ტერიტორიები. ეს შესაძლოა არ ახსოვდეთ საქართველოს მმართველ პარტიაში, სადაც გასულ კვირაში უსტარით მიმართეს პრეზიდენტ ტრამპს დაგველაპარაკეთ, ლამის ყველას ესაუბრებით და საქართველოს ერთხელ არ გიხსენებიათო. ეს არ არის სიმართლე, მოხანაგებო. არ არის სიმართლე. მე მახსოვს ხელისუფლების, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების თვით დამამშვიდებელი განცხადებები. მაღალ დონეზე გვაქვს ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციასთან და ხო, კიდევ ერთი. დონალდ ტრამპმა მისი გაპრეზიდენტების მეორე ჯერზე უკვე ორჯერ ახსენა საქართველოს და ორთავეჯერ იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა წაიღო საქართველოს. რეალობა არის ეს და ამის თაობაზე საკმაოდ კარგად უწყიან ბიძინა ივანიშვილის პარტიაშიც და ხელისუფლებაშიც. რაც შეეხება ტრამპის და პუტინის ტანგოს, იქით იყოს და თანახმად ბოლო მონაცემების, ვიდრე საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდით, შაბათ დღეს გუშინ ერთმორწმუნე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს და რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების თანახმად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება. როგორც მოგახსენეთ, გასულ კვირაში ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ გადამწყვეტი მომენტი თურქეთში, სტამბოლში დადგებოდა. საუბარი აწ უკვე გასული კვირეულის მთავარ მოვლენაზე, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შესაძლო დასრულება დაპაუზების თემაზე. როგორც მოგახსენეთ, ასეთი შანსი არსებობდა სტამბოლში, თუმცა იქ არ ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი, მოსალოდნელად არ ჩავიდა და დიპლომატიურ არხებს, პროტოკოლს, თანმიმდევრობას და შეხვედრების მომზადების წესს სრულად მიჰყვა. გააგზავნა დელეგაცია სტამბოლში, რომელიც უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საუკეთესო რაც ამ შეხვედრიდან არის და გახლავთ დამდეგ კვირეულში ტყვეების შესაძლო გაცვლა 1000-1000-ზე პრინციპით მოხდება და ახალი მორიგი შეხვედრისთვის მომზადდება. ისმის კითხვა ალბათ თუ ვინმე საინტერესებს, რატომ არ ასრულებს პრეზიდენტი პუტინი ომს? თუ მას ამის საშუალება და სურვილი აქვს. მით უმეტეს ასეთი კეთილგანწყობილი გლობალური პარტნიორობის პირობებში და კონკრეტულად ერთ პარტნიორს გამოვყოფ, როგორც მამაზეციერმა რუსეთის მთავრობას დონალდ ტრამპის სახით გამოუგზავნა. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ვლადიმერ პუტინი თავს იკავებს მაქსიმალურად და გაწელავს მაქსიმალურად დროს ომის დასრულებისთვის, გახლავთ თავად რუსეთის ეკონომიკა. დიახ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ეკონომიკა, რომელიც ერთის მხრივ უმძიმესი სანქციებით არის დატვირთული და მეორეს მხრივ ავად თუ კარგად ის სრულად სამხედრო მოდელზე გადაეწყო. რუსეთს დღეს სამხედრო ეკონომიკა აქვს, რომელიც მთავარია იმ ეკონომიკურ ზრდაში და მოჩვენებით სტაბილურობაში, რაც ამ ქვეყნის ფინანსურმა სისტემამ მიიღო. მეტიც, ყველანაირი შიდა მოთხოვნა, რაც ასტიმულირებს ეკონომიკას და ასევე სახელმწიფო რესურსები სწორედ სამხედრო მრეწველობისგან არის მიმართული და მომდინარეობს, რათა რუსეთმა მაქსიმალურად შეძლოს უკრაინაში დასახული ოკუპანტური მიზნების მიღწევა. რა შეიძლება მოხდეს თუ უკრაინაში ომი შეჩერდება? ჩამოიშლება თუ არა რუსეთის ეკონომიკა? ჩამოშლისა რა გითხრათ, მაგრამ ომის დასრულება, სანქციების რეჟიმის უცვლელად დატოვება და რუსეთის ეკონომიკის შემდგომი იზოლაცია რუსეთს უკეთეს შემთხვევაში ირანის მსგავსი ეკონომიკური მოდელით არსებობას უქადის. ეს სწორედ ის ირანია, ვისთანაც სტრატეგიულ შეთანხმებასაც რუსეთის ფედერაციამ სულ რამდენიმე თვის წინ მოაწერა ხელი
და ის ირანია, რომელთან დაპირისპირებამ დონალდ ტრამპი სხვათაშორის ასევე ვლადიმერ პუტინის ჩაწოდებით და მოთხოვნით სრულად და ბოლომდე ირანი ტრამპის რიტორიკიდან მივიწყებულია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ემზადება ერთგვარი გადაწყობისკენ ირანის მსგავსი მოდელის პირობებში, ეს უარ შემთხვევაში, რადგან ირანი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა, თუმცა იმის ფუფუნება რუსეთის ეკონომიკას, რომლის ზრდას და ჟანგბადის დღეს ომის ეკონომიკაზეა დაფუძნებული და მიბმული, მათ ნამდვილად არ აქვს. ამიტომაც პრეზიდენტ პუტინს სჭირდება რა? მას სჭირდება დრო. დრო, რომელსაც ის მუდმივად იგებს საიმისოდ, რომ უკეთესად დაალაგოს მის გარშემო არსებული შესაძლებლობები. ამ შესაძლებლობებს შორის მას ნამდვილად აქვს ბანკოში ეგრეთ წოდებული ჯოკერი. ამერიკის პრეზიდენტის სახით, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან შესაძლოა სანქციების მოხსნის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზითაც წავიდეთ. იცით, ტრამპი და მისი პოლიტიკა შეიძლება მოგწონდეთ, შეიძლება არ მოგწონდეთ, მაგრამ აი მარტივ მოცემულობას უნდა შეეგუოთ შემდეგი წლებისთვის, რომ დონალდ ტრამპს მოსწონს ვლადიმერ პუტინი. მას მოსწონს ვლადიმერ პუტინის მართვის სტილი და მეტიც, რომ მიუშვა სრულად და ბოლომდე მიბაძავდა მას განსაკუთრებით დამატებითი ტერიტორიების მითვისების მიმართულებით. ასე რომ სულ ეს არის თავარი მუხრუჭი, რის გამოც არ სრულდება ომი უკრაინაში, ცხადია თავად რუსეთია, მაგრამ რუსეთს ამისთვის სჭირდება მომზადება და გადაწყობა განახლებული თამაშის წესებით, მათ შორის ბიზნესისთვის, რომელთაც დაუფასდებათ პუტინის და მისი საომარი მოქმედებებისადმი ლოიალობა ბოლო 3 და მეტი წლების განმავლობაში და ყველა მობრუნებულ თუ ახალ ინვესტორებს დაუწესდებათ სრულიად ახალი თამაშის წესები. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები დამდეგ კვირეულშიც ბევრი სიახლე გველის და ხო, ამ ბანკოში არ დაგვავიწყდეს, რომ ძირფესვიანად იცვლება ევროპა. თავის ადგილზეა ჩინეთი. უზარმაზარი ამბიციებით, ჩუმი, მაგრამ უზარმაზარი ამბიციებით და ამერიკისგან განაწყენებული ინდოეთი პაკისტანთან დაპირისპირებაში. ამაშობაში ორსაბათს ტრამპი გაესაუბრება პუტინს, თემა იქნება ცეცხლის შეწყვეტა და ვაჭრობის პერსპექტივები ორ ქვეყანას შორისო. მერე ზელენსკის დაურეკავ და ნატოს სხვადასხვა წევრ ქვეყნებსო. მოკლედ, ამ დროისთვის 100-ია და დანარჩენი უკვე დამდეგ კვირაში გვეცოდინება. რაც შეეხება გასული კვირის თემას და პრეზიდენტების გარეშე, ანუ რუსეთსა და უკრაინას შორის 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ვთქვათ, პირველი სამშვიდობო მოლაპარაკებები 2 საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების კუთხით პროგრესის ნიშნები, ან რაიმე აშკარა ნიშნები საერთოდ არ გამოკვეთილა. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ და ეს 2022 წლის მარტის შემდეგ მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო. და წინა შეხვედრის მსგავსად უშედეგოდ დასრულდა და როგორც როიტერსი წერს, უკრაინული წყაროს ცნობით რუსეთის მოთხოვნები რეალობა სრულიად მოწყვეტილი იყო და მანამდე განხილულ საკითხებს სდებოდა. აქსიოსის ინფორმაციით კი შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა. რუსული მხარის მიერ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეფასებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ამ კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბავი საქართველოში მაინც ტურიზმის სფეროში არც ვიცი, ტურიზმის სფეროში ქართული ფესვებით გასცდა საქართველოს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამდეც მიაღწია, რომლის გენერალური მდივანი წლის ბოლომდე ქართველი ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება. თუმცა შანსი იმისა, რომ მას ქონოდა საშუალება მესამე ჯერზე ეყარა კენჭი, ამ საკმაოდ მაღალ პოზიციაზე აღარ არსებობს. რადგან მისმა წარმდგენმა სამშობლო საქართველოს უარი თქვა მის კანდიდატურაზე ხელისუფლების და მთავრობის სახელით, არც არავინ დაასახელა საქართველოსთან მთავრობამ ალტერნატივად და მხარი თვალშტები არაბეთის კანდიდატს დაუჭირა. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ქართულ მედიაში ახსნა შეძლო მიზეზებისა ტელეკომპანია ფორმულასთან, რატომაც მოხდა მისი კანდიდატურის გამოწვევა საქართველოს სახელმწიფო სახელით, თუმცა მისთვის მოტივები გაუგებარი რჩება დღემდე, ხოლო ფორმა მიუღებელი. შესაბამისად ამ დროისთვის, რაც ვიცით, არის
მართველი პარტიისგან, რომ მან უკადრებელი იკადრა, წითელი ხაზები გადაკვეთა, ხოლო რაში მდგომარეობს ეს უკადრებელი და ხაზები, ან მოქმედება, ამას ცხადია მართველი პარტია არ ხსნის. ისევ როგორც გაუგებარია, რატომ არ წარადგინა საქართველოს თავისი კანდიდატურა ამ პოზიციაზე ემირატების კანდიდატის მხარდაჭერის მაგივრად. მიღმა იმისა, რომ საკმაოდ უხერხულად გამოიყურება საქართველოს პოზიცია, უარი თქვა საკუთარ ლამის გარანტირებულად გამარჯვებულზე, საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მსოფლიო ტურიზმის უმაღლეს ორგანიზაციაში. ეს ყველაფერი ნაწილია იმ ურთიერთობებისა, რომელიც წესად ჩამოყალიბდა მართლ პარტიულ გუნდსა და დანარჩენ უფრო მეტად მათთვის მიუღებელ საზოგადოებას შორის, როცა ადამიანს ღირსადაც არ თვლიან აუხსნან, თუ რაიმე შეცდომა აქვს დაშვებული, ან რაიმე გადაცდომა, მოკლედ. არ დამავიწყდეს ისიც, რომ მიზეზებს შორის, რაც პოლოლიკაშვილის შერისხვა შეიძლება ყოფილიყო, სახელდება ჩეხეთში ყოფილი ელჩის თეა მაისურაძის დაკონტრაქტება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ და მეორე მიზეზი, რაც ასევე ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა გაახმოვანა ტევ1-თან ინტერვიუსას, ერთგვარი გარიგება, რაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან დაიდო, სადაც პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევა გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის სანაცვლოდ მოხდებაო. აქვე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა და ბიძინა ივანიშვილის აქტივობის მმართველმა ანუ გიორგი ბაჩიაშვილმა დატოვა საქართველოს, მისი ზუსტი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია. არსებობს და გაჟღერდა ხო კიდევ მესამე, სრულიად პოლიტიკური მოსაზრება, რომ საქართველოს მთავრობამ ამით ასიამოვნა რუსეთის ფედერაციას, რომელსაც უკრაინაში სრულფასოვანი შეჭრის შემდეგ 2022 წელს სწორედ პოლოლიკაშვილის პირობებში შეურჩერდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა. რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილს, მგონია, რომ ეს ისტორია აქ არ დასრულდება და მის გაგრძელებას და გამოვლინებებს საზოგადოება დამატებით იხილავს მომავალში. ამასობაში ვინმე თუ მეტყვის თან არგუმენტირებულად, რომ ეს გადაწყვეტილება უკეთესია ან წაადგება საქართველოს იმიჯს, უკეთესია საქართველოს ეკონომიკისთვის, ჩვენი ტურიზმისთვის და ჩვენს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის, არ ვიცი. ათვის ჩვენი მედია ყოველთვის ღია, თუმცა ვეჭვობ ესეთები გამოჩნდნენ სალაპარაკოდ ჰორიზონტზეც კი, თორემ პოლოლიკაშვილის საქმეს აკეთებელს საქართველოშიც იპოვებს და თუ მოისურვებს და კონტაქტები არც პლანეტა დედამიწაზე აკლია. ერთგვარად ტურიზმის თემის გაგრძელებაა ჩვენი შემდეგი საკითხი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, წელს საქართველოს ავიაბაზარზე, ჩემო ბატონო, გვაქვს ესეთი ვითარება, რომ შემოსულ ორ საერთაშორისო ავიაკომპანიას მთავრობა ფულს იმისთვის გადაუხდის, რომ საქართველოს გეოგრაფიული მიმართულება უფრო პოპულარული გახადო. ასეთი ხელშეკრულებები ტურიზმის ადმინისტრაციამ უკვე გააფორმა ბრიტანულ და შვეიცარიულ კომპანიებთან. როგორ უნდა იხარჯებოდეს ისედაც მწირი საბიუჯეტო დაფინანსება და რამდენად ეფექტურია ეს მოდელი. და ხო, კიდევ ერთი შემოვლენ კი ქართულ ავიაბაზარზე მსგავსი ფინანსური მხარდაჭერის მოდელის გარეშე ევროპული კომპანიები. ავიაკომპანიებზეა საუბარი. მოდი გადავხედოთ, როგორ დაიწყო და განვითარდა მოვლენები მიმდინარე წელს ავიაციის ინდუსტრიაში. მარიამ ვარადაშვილმა მოამზადა ამის დაობაზე ანალიტიკური სიუჟეტი. მთავრობა ავიაკომპანიების მოსაზიდად ფულს ბიუჯეტიდან ხარჯავს. British Airways-თან და შვეიცარიულ Edelweiss-თან რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხელშეკრულება უკვე გააფორმდა. ორივე კომპანია ქართულ საავიაციო ბაზარს წელს დაემატა. Lufthansa-ს ჯგუფში შემავალ Edelweiss-თან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმდა, რომლის ფარგლებშიც 118,000 ევრო უნდა დაიხარჯოს, საიდანაც უშუალოდ ტურიზმის ადმინისტრაციის ხარჯი 100,000 ევროა. ეს თანხა შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადებისა და ევროპულ ბაზარზე ცნობადობის ზრდას უნდა მოხმარდეს. საქართველოს პოპულარიზებაში ტურიზმის ადმინისტრაცია 88,500 ფუნტს უხდის British Airways-საც, რომელიც თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირი დაფრინავს. ეკონომიკის მინისტრმა British Airways-ის შემოსვლა საქართველოსთვის დიდ მოვლენად შეაფასა. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული და ცნობილი ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნდა უკვე გრძელვადიანი გეგმებით, რომელიც მთავრობასთან ერთად არის კოორდინირებული. ჩვენ გავაფორმეთ რამდენიმე წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას.
ავიამიმართულების სტიმულირების პრაქტიკა კარგად დამკვიდრებული მეთოდია. ამ მეთოდს იყენებდა ქართული მხარე ვიზიართანაც. მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები ამ დასახელებით გვხვდება ის აეროპორტების გაერთიანების ანგარიშგებებშიც. ხარჯები მოიცავს ავიაკომპანიებისთვის გადახდილ თანხებს, რომლებიც გათვალისწინებულია სიხშირისა და მგზავრთნაკადის გასაზრდელად. მაგალითისთვის 2023 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მსგავს ინსენტივებზე თითქმის 13 მილიონი ლარი დახარჯა. 2024 წელს კი ეს ხარჯი 7 მილიონი იყო. BMG-ს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რომ ავიაკომპანიებთან ერთად მარკეტინგული კამპანიის მოწყობა საერთაშორისო პრაქტიკაა, რასაც საქართველოც მისდევს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მთავრობის სტრატეგიასთან თანხვედრაში მყოფ ქვეყნებთან და მათ ავიაკომპანიებთან აფორმებს დამატებით მარკეტინგული მხარდაჭერის ხელშეკრულებებს, რომლის ფარგლებშიც ავიაკომპანიას უჩნდება ვალდებულება სახელმწიფოსთან კოორდინირებით აწარმოოს მარკეტინგული კამპანიები ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გასაზრდელად, რაც შესაბამისად შემდგომში აისახება მგზავრთნაკადისა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა. კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორ გიორგი ბრეგაძეს ვკითხეთ, რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ის ავიაკომპანიები, რომლებიც ბიუჯეტიდან ათასობით ლარს მიიღებენ. ძირითადი მოდელი სწორედ ეს არის, ხდება ასე ვთქვათ ფრენების დანიშვნა და შემდეგ ხდება ასე ვთქვათ კონკრეტული მიმართულებით მარკეტინგული საქმიანობების, მარკეტინგული აქტივობების ჩატარება იმისთვის, რომ ამ ფრენებზე გაიზარდოს შესაბამისი მოთხოვნა. ესეც რელევანტურია და მნიშვნელოვანია ამ მიდგომის გამოყენებაც, თუმცა თუ ეს ყველაფერი კომბინაციაშია კვლევასთან და შესაბამისად სანამ პირდაპირ ფრენები დაინიშნება, ასე ვთქვათ, მოკვლეული იქნება კონკრეტული ბაზარი და ამაზე დაფუძნებით მოხდება შემდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, იქნება ბევრად უფრო რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება. ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი დია მაჭავარიანი გვეუბნება, რომ მსგავსი ხელშეკრულების გარეშე საქართველოში ევროპული ავიაკომპანიები არ იფრენენ და ბაზარზე მხოლოდ მეზობელი ქვეყნების კომპანიები დარჩებიან. ნაკლებად პოპულარული მიმართულებაა საქართველოს ევროპელი ტურისტებისთვის. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად პოპულარული მიმართულებაა, მით უფრო მეტი რესურსი იხარჯება ხოლმე იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ავიაკომპანია. ეს ინსენტივი არის საკმაოდ აპრობირებული მეთოდი ევროპის ყველა აეროპორტში, ძირითადად თანხები იხარჯება აეროპორტებისგან და ტურიზმის დეპარტამენტისგან. მიმართულებებზე, სადაც უკვე არსებობს დიდი ტურისტული ნაკადი და ხშირია რეისები, როგორც წესი, ამ მიმართულებებზე ფული არ იხარჯება. მაჭავარიანი, რომელიც ადრე აეროპორტის გაერთიანებაში მუშაობდა, ასევე ამბობს, რომ შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს რეისების რაოდენობა და სახელმწიფოსგან დაფინანსება უნდა მიიღოს იმ კომპანიამ, რომელიც კონკრეტულ მიმართულებაზე უფრო მეტ რეისს ასრულებს. ასევე მნიშვნელოვანია თავად ამ კომპანიების პოპულარობაც. მაგალითად, თუ ფრენას აპირებს British Airways და Air-Zena, რა თქმა უნდა, უპირატესობას ვანიჭებთ British Airways, იმიტომ რომ ბრიტანელები იფრენენ თავიანთი ავიაკომპანიით. როგორც წესი, შედეგი 5 წელიწადში იდება ხოლმე. ანუ ის თანხა, რომელიც დაიხარჯა 5 წლის წინ, შედეგს ამოიღებს 5 წლის თავზე. პანდემიას თუ არ ჩავქვლით, საქართველოს საავიაციო ბაზარი მუდმივად მზარდია და შარშან რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია, როცა ქართული აეროპორტებით 7 მილიონ 450,652 მგზავრმა ისარგებლა. 2025 წელი ზრდით დაიწყო და აეროპორტებში მგზავრთნაკადის 13%-იანი მატება გვაქვს. ქვეყანას საკმაოდ დივერსიფიცირებული ავიაბაზარი აქვს, სადაც უნგრული ბიუჯეტური ვიზიარი ბაზრის 18%-იანი წილით ლიდერობს. 4 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ კიდევ უფრო გაიუმჯობესა პოზიციები ქართულმა Georgian Airways-მა და წლების განმავლობაში ბაზრის ლიდერს Turkish Airlines-აც გადაუსწრო. რუსული ავიაემბარგოს მოხსნის შემდეგ Georgian Airways-ი ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც რუსეთში აქტიურად აფრინავს. კომპანიამ შაშან 9 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მთავარი აეროპორტებიდან ყველაზე მეტი ფრენა სტამბოლის, ბაქოსა და მოსკოვის აეროპორტებში სრულდება. თბილისის აეროპორტმა იანვარ-აპრილში 13%-იანი ზრდა აჩვენა და 1,082,558 მგზავრს მოემსახურა. 2%-იანი ზრდა აქვს სიდიდით მეორე ქუთაისის აეროპორტს, რომლითაც 506,564 ადამიანმა ისარგებლა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით, რომელიც სეზონურ აეროპორტად ითვლება, გადაყვანილ იქნა 233,725 მგზავრი. აქ წლიურად ზრდა 44%-ია. ამასობაში ახლოვდება ზაფხულის ტურისტული სეზონიც და სასტუმროების ინდუსტრიაც ემზადება ტურისტთა გაზრდილი ნაკადების მისაღებად. საქართველოს მაგალითიდანაც ჩანს, რომ სტუმართმასპინძლობის სექტორი მუდმივად ვითარდება და ქვეყანაში ქმნის დოლარს, რასაც მაღალი მოთხოვნა განაპირობებს. თუმცა, მაინც საინტერესოა, რა ვითარება ამ კუთხით მსოფლიოში და როგორ ფასობენ ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო კომპანიები. სასტუმროების ინდუსტრია კრიტიკულ როლს თამაშობს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემსახურება, რითაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების გაჩენასა და ეკონომიკურ ზრდას. ინდუსტრიას კომპანიათა მრავალფეროვანი არჩევანი ქმნის. იქნება ეს ხუთვარსკვლავიანი ძვირადღირებული ბრენდი თუ ჰოსტელების ბიუჯეტური ქსელი. თითოეული მათგანი, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ეკონომიკური რყევებისა, პანდემიური 2 წლისა და სამომხმარებლო ქცევის ცვლილებისა, მნიშვნელოვან კაპიტალიზაციას აგენერირებს. საჯაროდ დალისტულ სასტუმრო კომპანიათა საერთო ღირებულება 425 მილიარდ დოლარს აღემატება. ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ათეული კი ასე გამოიყურება. მე-10 ადგილს 11.45 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით სასტუმროთა ჩინური ქსელი H World Group Limited იკავებს, რომლის პირველი სასტუმროც 2005 წელს კუნშანის რკინიგზის სადგურის მახლობლად გაიხსნა. დღეს H World ჯგუფი მსოფლიოს 19 ქვეყანაში 11,147 სასტუმროსა და მილიონზე მეტ ოთახს მართავს, როგორც საკუთარ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფრენჩაიზებში. მე-9 ადგილზე Indian Hotels კომპანია ხვდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 13 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანიის პორტფოლიო სასტუმროებთან ერთად კურორტებს, საფარის ტურებსა და სპა მომსახურებასაც აერთიანებს. Indian Hotels-ის ისტორია ჯერ კიდევ 1902 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიამ ინდოეთში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Taj Mahal Palace ჰოტელი გახსნა. დღეს კომპანია 350-მდე სასტუმროს 4 კონტინენტსა და 12 ქვეყანაში ფლობს. 69 ქვეყნის 1350-მდე სასტუმროს კომპანია Hyatt Hotels Corporation აერთიანებს, რომლის კაპიტალიზაციაც 12.8 მილიარდი დოლარია. კომპანიამ ოპერირება 1954 წელს ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტთან, მცირე ზომის მოტელის გახსნით დაიწყო. აკორი ფრანგული სტუმარმასპინძლობის კომპანია, რომელიც არაერთი სეგმენტის, მათ შორის პრემიალურ, საშუალო და ეკონომიურ ბრენდებს მართავს. აკორი მსოფლიოში რიგით მეშვიდე კომპანია სტუმარმასპინძლობის სექტორში. ასეთ ქვეყანაში 5500-ზე მეტი განთავსების ობიექტით, აკორის საბაზრო ღირებულება 13 მილიარდი დოლარია. თითქმის 18 მილიარდ დოლარადაა შეფასებული Galaxy Entertainment-ის საბაზრო ღირებულება. ჰონკონგში ბაზირებული კომპანია სასტუმროებთან ერთად სამორინეების ქსელსაც ფლობს. Intercontinental Hotels Group-ი 6028 სასტუმროს და 880,000-ზე მეტ ოთახს აერთიანებს. კომპანია ინგლისშია ბაზირებული და 375,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სასტუმროთა ამ ქსელს საფუძველი ჯერ კიდევ 1969 წელს ჩაეყარა, როდესაც Crest ჰოტელის ბრენდის პირველი სასტუმრო გაიხსნა. Intercontinental Hotel Group-ის საბაზრო ღირებულება 19 მილიარდი დოლარია. სამორინეებისა და კურორტების მმართველი ჰოლდინგი Las Vegas Sands-ი 1999 წლიდან ოპერირებს და დღეს სასტუმროებს ჩინეთსა და სინგაპურში თავისი შვილობილი კომპანიის Sands China-ს მეშვეობით მართავს. თითქმის 30 მილიარდიანი კაპიტალიზაციით კომპანია მე-4 ადგილს იკავებს. Oriental Land იაპონიაში ბაზირებული კომპანია, რომელიც სასტუმროებთან ერთად ატრაქციონების პარკებს, მათ შორის ტოკიოს Disney-ის კურორტსაც მართავს. 38 მილიარდიანი კაპიტალიზაციით Oriental-ი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო კომპანიების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. სასტუმროთა ქსელის გლობალური კომპანია Hilton Worldwide რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და 60 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. კომპანიის პორტფოლიო 7500-ზე მეტ სასტუმროს და მილიონზე მეტ ოთახს 118 ქვეყანაში აერთიანებს. Hilton-ის ბრენდი მსოფლიოში 6700-მდე ფრენჩაიზითაა წარმოდგენილი. კომპანია 105 წლიანი ისტორიას ითვლის, რომელიც 1919 წელს ტეხასის შტატში 40 ნომრიან სასტუმროში დაიწყო. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროთა ქსელი Marriott International-ია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 74 მილიარდ დოლარს აღემატება. Marriott-ი 140-ზე მეტ ქვეყანაში 30-მდე ბრენდითა და 9000-ზე მეტი სასტუმროთია წარმოდგენილი. კომპანია პირველ ადგილს არა მხოლოდ საბაზრო ღირებულებით, არამედ სასტუმრო ნომრების რაოდენობითაც იკავებს, რაც 1.5 მილიონს აღემატება. ჩვენი შემდეგი ვიდეო ისტორია არც მეტი და ნაკლები მსოფლიოში უდიდეს კომპანიას ეძღვნება, რომელიც ნომერ პირველია პლანეტაზე სასტუმროების მართვის მიმართულებით.
საქართველოს საქმიანი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს Embridge Hospitality-ს საქართველოს გუნდს. მქონდა პატივი წარმომედგინა თქვენთვის მათი ხელმძღვანელი, პორტფელი, პირველი პროექტები, პარტნიორები და სამომავლო გეგმები. Embridge Hospitality, EMEA, ამერიკული კომპანიაა, რომელმაც სასანქციო პოლიტიკის კვალობაზე შეერთებული შტატებისა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ, რის შემდეგაც მათი ოფისი საქართველოში გაიხსნა და უბრალოდ საქართველოშიც გაიხსნა და საკმაოდ წარმატებულ თანამშრომლობას ჩაუყარეს საფუძველი უმსხვილეს ქართველ დეველოპერებთან, სასტუმროების ქსელებთან. რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ საქართველოში ვიზიტს გეგმავდა Embridge Hospitality EMEA-ის პრეზიდენტი დევიდ ანდერსონი და ცხადი ამ შანსს ვერ და არც გაუშვებდით ხელიდან, რომ BRG არ გასაუბრებოდა კომპანიის პირველ პირს და მის ქართველ პარტნიორებს. კონი არ გამოგვივიდა ურიგო ისტორია. მოდი ერთად ნახოთ ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული ეს ვიდეო ისტორია. განსაკუთრებული მადლობა რევაზ ნასიძეს და გუნდის ყველა წევრს, გურამ ხუნდაძეს, რატი კაციტაძეს არაჩვეულებრივი ნამუშევრისთვის. საზოგადოებას ემახსოვრება BMG-ს რამდენიმე კვირის წინანდელი რეპორტაჟი. როცა მსოფლიოში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის Embridge EMEA-ის საქმიანობა და საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიაში შემოსვლის შესახებ გაუწყეთ. დეტალური და შინაარსიანი იყო კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტის არმინ ებერჰარდთან საუბარიც. ყველაზე მეტად გვახარებს, რომ ინტერვიუს გამოხმაურება მოჰყვა და სასტუმროების, დეველოპერების თუ სფეროს ინვესტორთა ინტერესი გამოიწვია. ეს კარგია, რადგან სრულიად ფასდაუდებელია ის ცოდნა, ექსპერტიზა და უნარები, რაც Embridge-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას მოჰყვა და ახლავს. სიმართლე გითხრათ, გასული ინტერვიუს მომზადებისას საქმის კურსში ვიყავით, რომ რეგიონალური ტურნეს ფარგლებში საქართველოსაც ეწვეოდა Embridge EMEA-ის პრეზიდენტი დეივიდ ანდერსონი. თუმცა მას ასე სწრაფად არ ველოდით და გასულ კვირაში სომხეთში პარტნიორი კომპანიების და მართვის ქვეშ მყოფი სასტუმროების ქსელის მონახულების შემდეგ მისტერ ანდერსონი Embridge-ის გუნდთან ერთად საქართველოს ეწვია. ხო და ჩვენი მორიგი ისტორიაც აქ იწყება. Embridge-ის ადგილობრივმა გუნდმა დაუყოვნებლივ გაგვიზიარა დევიდ ანდერსონის და მისი გუნდის საკმაოდ დატვირთული გრაფიკი საქართველოში, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპანიის ლოკაციის და რეგიონის მონახულებას ითვალისწინებდა. პროგრამით გათვალისწინებული პირველი სტუმრობა კომპანია New City Development-ში შედგა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 20 წელიწადზე მეტია ოპერირებს, თუმცა Embridge-ის შედარებით ახალი პარტნიორია. ვისარგებლეთ შეხვედრით და Embridge-ის დელეგაციის ვიზიტამდე კომპანია New City Development-ის სათაო ოფისში თბილისში მის დირექტორს გიორგი კალანდარიშვილს გავესაუბრეთ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ და გვიამაყება, რომ თანამშრომლობთ ამისთანა კომპანიასთან. და სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი პროექტი ვინდამ გრანდის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ბორჯომში იმდენად უნიკალური და გამორჩეულია, რომ ფიქრობდით, რომ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებდა. ამისთვისაც შევარჩიეთ Embridge მის მომავალში სამართავად. New City Development-ის დირექტორთან ინტერვიუს დასრულებისთანავე რამდენიმე წუთში აეროპორტიდან პირდაპირ კომპანიაში მობრძანდნენ Embridge-ის სათაო და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები. საქმიანი საზოგადოება სწრაფად განთავსდა NCD-ის საპრეზენტაციო სივრცეში, სადაც გიორგი კალანდარიშვილმა კომპანიის სრული პორტფელის პრეზენტაცია მოახდინა. პროექტებს შორის ცხადია აქცენტირება ბორჯომის პროექტზე გაკეთდა სრული დეტალიზაციით. ბორჯომი 60 მილიონი დოლარის ინვესტიციით Windham Grand-ის 5 ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების New City Development-ის და APCO-s მიერ Windham Hotels and Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Embridge Hospitality-სთან თანამშრომლობით. ცირედი შესვენებით ვისარგებლეთ და NCD-ის ოფისშივე ვთხოვეთ ინტერვიუ მთავარ სტუმარს. დევიდ ანდერსონს წინ შეხვედრებით და ხელმოწერებით დატვირთული 2 დღეელის საქართველოს 2 ყველაზე დიდ ქალაქში. ამიტომ იქვე დავიწყეთ. დევიდ, დიდი მადლობა, კეთილი იყოს თქვენი ჩამოგზანება საქართველოში. მოხარული ვარ აქ ყოფნით. Tell us a bit more. It's my first opportunity to
ჩემთვის ეს პირველი შესაძლებლობაა თქვენთან პირისპირ ვისაუბრო Embridge-ზე. თქვენ სასტუმროების მენეჯმენტში მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიას მართავთ. რა არის ამ კომპანიის წარმატების ისტორია? That's a great question. შესანიშნავი კითხვაა. ჩვენ სასტუმროების მართვაში მესამე მხარე ვართ. ისტორიულად ბრენდები საკუთარ სასტუმროებს თავად მართავდნენ, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ბრენდის სასტუმრო იმართება ფრენჩაიზით და მესამე მხარესთან შეთანხმებით. სწორედ ამან განაპირობა Embridge-ის მსგავსი კომპანიის ზრდა. დღეს ჩვენ Marriott-ის იმაზე მეტ სასტუმროს მართავთ, ვიდრე თავად Marriott-ი. ჯამურად მსოფლიოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სასტუმროს ოპერატორები ვართ. სამყაროს ამ ნაწილში კი 7 ქვეყნის 100-მდე სასტუმროსი. მართავთ ისეთი ბრენდების სასტუმროებს, როგორც Aqua, Marriott, IHG. ბოლო დროს დავემატეთ Hyatt და საქართველოშიც ვემზადებით Wyndham-ის სამართავადაც. რა კრიტერიუმები დარჩევთ პარტნიორებს? როდესაც შესაძლო ვენდორებთან შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობთ? Yes, so what would happen? როგორც წესი, ინვესტორი ეძებს შესაძლებლობას, რომ ააშენოს სასტუმრო. ერთ-ერთი პროცესი, რომელსაც შემდეგ ინვესტორი გადის JLL-ისა და CBR-ის მსგავს სააგენტოში მისვლა, სადაც ეკითხებიან: "ვაშენებ სასტუმროს და მჭირდება რჩევა იმაზე, რომელი ბრენდი შემოიყვანო და როგორ ვმართო ის?" ეს ერთ-ერთი სცენარია. სხვა შემთხვევაში ბრენდი აფორმებს შეთანხმებას ფრენჩაიზის ახალ მფლობელთან და მას თავად შეუძლია სასტუმროს მართვა შესთავაზოს, ან შეიძლება ახალმა მფლობელმა ჩათვალოს, რომ ურჩევნია ფრენჩაიზისგან დამოუკიდებელი მენეჯერი ჰყავდეს. წლების განმავლობაში სრულყოფილად შევისწავლეთ, როგორ მოვახდინოთ ბრენდის საქმიანობის ოპტიმიზაცია და დაუბრუნოთ ჩვენს მომხმარებელს უმაღლესი საინვესტიციო ამონაგები. ამავე დროს ვისწავლეთ, როგორ ვიმოქმედოთ სასტუმროს მფლობელის მხარეს. შესაბამისად, ვცდით ბრენდებს, მფლობელებს და მონაწილეობთ ამ სამხრივ შეთანხმებაში. ურთიერთობებს კი ორივე მხარეს შორის ვაგვარებთ. ესაა ჩვენი წარმატება, რადგან ყველა პროექტში, რომელიც გვაქვს, მენეჯმენტის შეთანხმების არსი ისაა, რომ ჩვენ განსაზღვრავთ ჩვენთვის და მფლობელისთვის კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას და შემდეგ ჩვენ საქმიანობას მას ვარგებთ. ეს ყველაფერი სრულიად გამჭვირვალეა. ჩვენ სეგმენტში ნომერ 1 რომ არ ვიყოთ, ჩემს თავს დავუსვამ კითხვას. რატომ? და გააქვთ პასუხი? ჩვენ ძალიან კარგად ვართ აღჭურვილი შემოსავლების ზრდისთვის. გვაქვს შემოსავლის მართვის შესანიშნავი ინსტრუმენტები და უნარები. გვყავს არაჩვეულებრივი თანამშრომლები გაყიდვებსა და კომერციულ დეპარტამენტში. შესაბამისად, ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე, გამორჩეულ კომპანიებს მივეკუთვნებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სისტემებს, მონაცემებს, კომპეტენციას ვდებთ პროექტში, მაინც ადგილობრივ ცოდნასა და ბაზარს ვერ გებთ. გვყავს ადგილობრივი ექსპერტები ჩვენ სფეროში, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით რეგიონის, ქალაქის, სასტუმროების თავისებურებები. ეს კომბინაცია კი წარმატებისთვის უმთავრესია. And that combination is the key to success. Is it possible to identify რამდენად შესაძლებელია კომპანიის პრიორიტეტების იდენტიფიცირება იქნება ეს უნარები, ცოდნა, განათლება? თქვენი ხედვით რა არის Embridge-ის გუნდის კონკურენტული უპირატესობა? რატომ არის კომპანია მსოფლიოში ასეთი მოთხოვნადი? worldwide? Well, first of all, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბრენდებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ერთგვარად ბრენდ აგნოსტიკურები ვართ, ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობაზე, ვინც არ უნდა აირჩიოს ბრენდმა. რა თქმა უნდა, კონკურენტები გვყავს, მაგრამ ისიც რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, მსოფლიოში უმსხვილესი მენეჯმენტ კომპანია ვართ, საშუალებას გვაძლევს გქონდეს შესანიშნავი ინსტრუმენტები. გვყავდეს ბაზარზე საუკეთესო თანამშრომლები და შევინარჩუნოთ საუკეთესო უნარების მქონე გუნდი. ვაძლიერებთ ჩვენს ლიდერშიპს არა მხოლოდ პროფესიონალთა გამოცდილებაზე, არამედ ტექნიკურ ცოდნაზე დაყრდნობითაც. შესანიშნავი ხალხი გვყავს. ჩვენთან ყველაფერი ჩვენ სასტუმროს მფლობელებთან და ბრენდებთან ურთიერთობაზეა. that we have with our owners, but also with the brands. Same happening in Georgia. და იგივე ხდება საქართველოში. Embridge-ის ადგილობრივი გუნდი, ჯგუფი, არაჩვეულებრივი, უმაღლესი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. We have a great, and that is კი, და ზუსტად ამას ვამბობ. თანამშრომლობთ უაღრესად პროფესიონალ ადგილობრივებთან და ჯგუფებთან, რომლებიც კარგად იცნობენ რეგიონს, ესმით კულტურული ნიუანსები, რეგიონის ეკონომიკა და სასტუმრო ბაზარი. როდესაც მფლობელებს ხვდებით და ისინი პროექტებს არჩევენ, ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენი ცოდნით დავაძღვიოთ. data and the insight that we have on that market. Embridge-ის დელეგაციის შემდეგი გაჩერება საქართველოს ბაზარზე მათ პირველ პარტნიორთან იყო. ალიანს ჯგუფი, რომელიც ბაზარზე 2004 წლიდან ფუნქციონირებს, უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ახალ საინვესტიციო სტანდარტებს მსოფლიოს უმსხვილეს სტუმართ მასპინძლობის ბრენდებთან პარტნიორობით ამკვიდრებს, ხო და ის რაც დროს უძლებს ალიანს ჰაილაინის სახით. სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი ბრენდის დადებითი რეპუტაციით, ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილებით, პროგრესისკენ მუდმივი სწრაფვითა და ნოვატორობით იქმნება. ამაში Embridge-ის გუნდი ძველ და გამოცდილ პარტნიორთან სტუმრობისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა.
ჩვენ ეიმბრიჯთან თანამშრომლობა დავიწყეთ ბათუმის პროექტზე, პირველად ალიას პალასის მულტიფუნქციურ პროექტში და ეხლა გავაგრძელეთ თბილისის ვინდამ გრანდ რეზიდენსის ბრენდის ქვეშ, რომელიც თავისთავად განაპირობებს ინვესტორების მოლოდინის გამართლებას, ვინაიდან ეიმბრიჯ ჰოსპიტალიტის გუნდს აქვს ის უნარ-თვისებები და საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს სასურველ მომსახურების სერვისის მაღალ პროფესიონალურ და მაღალ ხარისხობრივ შეთავაზებას. პროექტი თბილისის პირველი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც Wyndham-ის ყველაზე მაღალი სტატუსისა და კატეგორიის ბრენდულ რეზიდენციებს Wyndham Grand Residence თბილისის კომპლექსის C Tower-ში უმასპინძლებს. Allianz ჯგუფი Allianz Highline-ის პროექტში მსოფლიოში უმსხვილეს წამყვან ბრენდებს Wyndham Hotel Resort-სა და Ambridge Hospitality-ს დაუპარტნიორდა. ვიდრე დასავლეთ საქართველოსკენ სტუმრებს გავაცილებდით, მახსენდება დევიდ ანდერსენთან ინტერვიუს კიდევ ერთი ფრაგმენტი, სადაც დეტალურად გვიყვება არა მხოლოდ Ambridge EMA-ის ისტორიას, არამედ თუ რა გარემოებების გამო აღმოჩნდა სასტუმროთა ქსელების უმსხვილესი მმართველი კომპანია საქართველოს ბაზარზე. You mentioned about various scenarios. ახსენეთ რამდენიმე სცენარი. თუ როგორ ირჩევს Ambridge კომპანიებს, რომელთა სასტუმროებსაც შემდეგ მართავს. უფრო მეტი მითხარით საქართველოსაც როდის და როგორ წარმოაჩინა ქვეყანამ თავისი თავი, როდესაც Ambridge სტუმართ მასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესდა. Local hospitality market and industry itself. Sure. So we have been operating ჩვენი წინა სახელით Interstate-ით მოსკოვში ოპერირება 1995 წლიდან დავიწყეთ. მოსკოვში ყველაზე გამორჩეულ სასტუმროებს უწევდით მენეჯმენტს. მაშინ შევიძინეთ შესანიშნავი ცოდნა რეგიონის შესახებ. ასევე დავიწყეთ მეზობელ ქვეყნებზე დაკვირვება და შევქმნით მოსკოვის გარეთ განვითარების სამოქმედო გეგმა. ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ფონზე მოგვიწია მოსკოვის დატოვება. გუნდი, რომელიც მოსკოვში ყავდა, პირდაპირ საქართველოში გადმოვიყვანეთ, რადგან უკვე გქონდა სამოქმედო გეგმა სამომავლო პროექტებისთვის. არ მინდოდა დაგვეკარგა ადგილობრივი ცოდნა, უნარები და ის ურთიერთობა, რომელიც ავაშერეთ. მოხარული ვარ, რომ უკვე ვმუშაობთ ჩვენს ახალ პროექტზე. ჩვენი მსგავსი ორგანიზაციისთვის, რომელიც სასტუმროებს მართავს ლათინურ ამერიკაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპაში, ქვეყნების დამატება და ჩვენი დროშის ახალ ტერიტორიებზე აღმართვა ძალიან სასიხარულოა. into new territories, which is terrific. And that's the plans. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოსა და რეგიონში გაფართოებას ითვალისწინებს. The region itself. Yeah, well, we have a number of, pipelines. დიახ, რამდენიმე პროექტი უკვე გვაქვს, რომლებიც მომდევნო წლებში უნდა გაიხსნას. ვგეგმავთ, რომ ამ რეგიონში სასტუმროების ოპერატორებს შორის ლიდერი კომპანია გავხდეთ. Third-party operator in this region. David, as a president of Ambridge EMA, დევიდ, როგორც Ambridge-ის პრეზიდენტმა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რატომ უნდა იყვნენ ქართული კომპანიები, ქართული ინვესტორები Ambridge-ის მსგავს კომპანიასთან თანამშრომლობით დაინტერესებული. რა არის უპირველესი, რასაც Ambridge-თან პარტნიორობა ადგილობრივ კომპანიებს აძლევს? with the local vendors. Yeah, so we would bring ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოცდილებას სტუმარ მასპინძლობის სტანდარტს, რომელიც სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას მისცემს სერვისის კუთხით. ასევე ჩვენ ვთავაზობთ ბრენდული სასტუმროს მართვის გამოცდილებას. შეგვიძლია გაყიდვებისა და ხარჯების უმაღლეს დონეზე მენეჯმენტი. გვაქვს ხელსაწყოები, რომლებიც ჩვენი გუნდების პროდუქტიულობის შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. ხელსაწყოების შემოსავლების მენეჯმენტისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ დატვირთულობის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. კვირის რომელი დღეც არ უნდა იყოს. სწორედ ესაა, რასაც 1965 წლიდან დღემდე ვაკეთებთ. მას შემდეგ, რაც გლობალური ბრენდები შეიქმნა. გვაქვს წლების გამოცდილება და ახლო ურთიერთობები უამრავ ქვეყანაში, რაც გვაძლევს წვდომას როგორც არსებულ უნარებზე, ასევე შესაძლებლობას, რომ გუნდი თავად დავატრენინგოთ, როცა ამის საჭიროება არსებობს. იქნება ეს შემოსავლების მენეჯმენტი, ელექტრონული კომერცია თუ ციფრული მარკეტინგი. შესაბამისად, შეერთებული შტატების სანქციების წყალობით ახლა საქართველოს ბაზარზე ხარ. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე. დევიდ ანდერსონი არის Ambridge Hospitality EMA-ის პრეზიდენტი. თავად Ambridge Hospitality გლობალური სასტუმროების წამყვანი მმართველი კომპანია, რომელიც შეერთებულ შტატებში მდებარეობს. დევიდი პასუხისმგებელია კომპანიის სასტუმროების პორტფელზე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში, სადაც წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიც არის Marriott, Hilton, Accor და Hyatt. დევიდს გააჩნია 25 წლიანი გამოცდილება სტუმართ მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობისა, როგორც პრემიუმ კლასის კურორტების, ისე საშუალო სეგმენტის სასტუმროების მართვაში. ის ხელმძღვანელობს კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯმენტს და დამხმარე გუნდებს. უზრუნველყოფს სასტუმროების მფლობელებისთვის მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღწევას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის ზრდაში. Ambridge-ში მოსვლამდე
დევიდ ანდერსონი 4 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას მავრიკის სასტუმროების ქსელში Sun Ltd Hotels and Resorts. ასევე ის იყო Wyndham Hotel Group-ის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი და უშუალოდ მართავდა ევროპაში 182 სასტუმრო პორტფელს 5 სხვადასხვა ბრენდის ფარგლებში. Dolce Hotels and Resorts-ის მმართველი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას ის პასუხისმგებელი იყო ევროპაში მაის სასტუმროების წამყვან ქსელზე. გარდა ამისა, ის იყო Lure Hotels Group-ის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი ჩრდილოეთ ევროპის მიმართულებით. ემბრიჯის შემდეგი გაჩერება დასავლეთ საქართველო, ბათუმი და შავიზღვისპირეთია. სადაც კიდევ ერთი მასპინძლობა, პარტნიორობა და საქმიანი ურთიერთობა ეგულებათ. კომპანია European Village-თან პარტნიორობა დოკუმენტურად ფორმდება. ემბრიჯის გუნდთან თანამშრომლობას European Village-ის გენერალური დირექტორის არჩილ ფარტენაძის ხელმოწერაც ადასტურებს. დღეისთვის European Village ახორციელებს ბათუმში უმსხვილეს კომპლექსს, რომელიც შედგება Wyndham Hotels and Resorts საერთაშორისო ქსელის 5 სასტუმროსგან. ეს არის პირველი პროექტი საქართველოში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება all-inclusive სერვისები და ინფრასტრუქტურის ყველაზე დიდი არჩევანი. ჩვენი კომპანია European Village არის ჰოლდინგური კომპანია, მასში შემავალი 4 კომპანია არის, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე, კონკრეტულად გონიოში აშენებენ სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, ვილებს, ზოგი არის მშენებლობის პროცესში და ზოგი დასრულების ეტაპზეა. ვუბრუნდებით ემბრიჯს და მთავარ სტუმართან ინტერვიუს, სადაც დევიდ ანდერსონს უკვე ემბრიჯ EMEA-ის გლობალურ შედეგებზე და წარმატებებზე ვესაუბრებით. მით უმეტეს საკმაოდ შთამბეჭდავი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, რაც ემბრიჯის სათაო ოფისმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა. At the same time, let me go through the latest news coming from the Embridge. გილოცავთ პირველ რიგში, პირველ კვარტალში შესანიშნავ შედეგებს. წლის დასაწყისიდან თქვენ პორტფოლიოს დამატებით შემატეთ 9 ახალი უძრავი ქონება თუ არ ვსწრები, თუ ვსწრები შემისწორეთ და 1000-ზე მეტი სასტუმრო ოთახი. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი სამომავლო ამბიციები და გეგმები? არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურად. I'm not talking only about Georgia. I'm talking globally. Yeah, so we're very active. We have a very active. დეველოპერები ძალიან აქტიური გუნდი ყავს. მოხარულები ვართ, რომ მიმდინარე კვირაში გვაქვს შესაძლებლობა ესპანეთში ჩვენი მმართველობის ქვეშ მოქმედი დამოუკიდებელი სასტუმრო, რომელსაც 1.5 წელია მართავთ, მარიოტის ბრენდად ვაქციოთ. გასულ თვეს ჰაიატის 2 ახალი სასტუმრო გავხსენით დიდ ბრიტანეთში, ლათინო-ამერიკული თემატიკის რესტორანთან ერთად. იანვარში პორტფოლიოში დავამატეთ 6 ახალი სასტუმრო აქვას ბრენდისგან. ახალი სასტუმროები რეგულარულად შემოგვდის და ყავს დეველოპერთა ჯგუფი, რომლებიც ამოქმედო გეგმას ადგენენ ჩვენთვის. შემდეგ, როცა ჩვენი ჩართულობაა საჭირო, უკვე ოპერაციულ გუნდი ერთვება, ისევე როგორც ჩვენი მთავარი ოფისი და ტექნიკური ექსპერტები. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა სასტუმროებში შეუფერხებლად შევიდეთ. ჩვენი მთავარი ამბიცია ისაა, გავაგრძელოთ ზრდა გაერთიანებულ სამეფოში, კონტინენტურ ევროპაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში. ასევე მომდევნო წლებში გვინდა რომ შუა აღმოსავლეთში შევიდეთ, სადაც მოლაპარაკებებს უკვე ვმართავთ, ხოლო სწორი შემოთავაზება გვჭირდება. Good luck to you. წარმატებებს გისურვებთ და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოში ახალი პროექტებით კვლავ გიხილავთ. Yeah. Well, we'll make that a date next time I come over. წარმატებები და დიდი მადლობა. You're very welcome. Thank you. ფაქტია, საქართველოში რამდენიმე კომპანიამ მოახერხა და გააკეთა ეს სწორი შეთავაზება, რითაც დაიმსახურა და შედგა კიდეც საქმიანი ურთიერთობა ემბრიჯს და წამყვან ქართულ კომპანიებს შორის. მე მგონი, მათზე უკეთ არავინ გადმოგცემთ, შეგიფასებთ და აგიხსნით. თუ რა მნიშვნელობა აქვს ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობას, როგორიც Embridge EMEA. ალიანს ჯგუფის ხედვა სწორედ ის იყო, რომ თავის ერთი არის შექმნა პროდუქტი უძრავი ქონების და შემდეგ მეორე არის როგორ მართავ ამ ქონებას. სწორედ აქედან გამომდინარე ალიანს ჯგუფმა პირველად შეძლო და შემოიყვანა მსოფლიოს უმსხვილესი სუვართვასვიძლობის დამოუკიდებელი კომპანია საქართველოში ოპერირებისათვის და კიდევ უფრო აამაღლა არა მარტო მისი ქონების სტატუსი და ინტერესი მომავალი სტუმრებისა და ინვესტორების მხრიდან, არამედ მთლიანად საქართველოს სტუმართვასვიძლობის ბაზარზე. ემბრიჯთან ჩვენმა თანამშრომლობამ შექმნა ის საფუძველი ჩვენი კომპანიისათვის, შევქმნით ის მოდელი, რომელიც მოუქცა საფუძველი, რომ
ჩვენი კომპანია და ჩადებული ინვესტიციიდან მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. მადლობა მინდა გადაუხადო ემბრიჯის დიდ გუნდს ნდობისათვის, მათი გამოცდილების გაზიარებისათვის და წარმატებები მინდა ვუსურვო. ამ თავის უდიდესი გამოცდილებით და მრავალწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე ემბრის აქ შემუშავებული ბევრი ნოუ-ჰაუ და ეს ინტელექტუალური და ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელსაც იგი ფლობს, ხდება ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაშიც. რაც არის ჩამოსათვლად ვთქვათ, მარკეტინგის, ვთქვათ, ხარისხის კონტროლის, მართვის, გაყიდვების მხრივ და კიდევ უამრავი სხვა. თავისთავად ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იკრიბება იმ ერთ წერტილში, რასაც ქვია კმაყოფილი ვიზიტორი, სტუმარი, რაც უზრუნველყოფს მაღალ დატვირთულობას თვითონ სასტუმრო კომპლექსის და ბოლოს ეს ყველაფერი აისახება იმაში, რომ ინვესტორები მიიღებენ მაღალ შემოსავალს. დევიდ ანდერსონის და ემბრიჯის სათავო ოფისის გუნდის მიმდინარე ვიზიტი საქართველოში ამით დასრულდა. თუმცა წინ ახალი პროექტები და ინტერესებია, რომელიც პირველ რიგში საქართველოს დეველოპერული და სასტუმრო ინდუსტრიისგან მომდინარეობს. ემბრიჯის ადგილობრივი გუნდი საკმაოდ ინტენსიურ შეხვედრებს მართავს ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერებთან, რაც მაფიქრებინებს, რომ ამ ისტორიასაც გაგრძელება ექნება. მე მინდა წარმატებები უსურვო ემბრიჯ საქართველოს გუნდს, ასევე მათ სათავო ოფისაც, მათი წარმატება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს და ქართული ბიზნესის წარმატება დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ემბრიჯ ჰოსპიტალიტი მნიშვნელოვნად გააფართოვებს თავის პორტფელს. მანამდე კი გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო გადაცემას ამზადებს BMG-ს გუნდი კომპანია პროსპექტთან ერთად. საზოგადოება საქმის კურსშია ჩვენი სატელევიზიო პროექტის უძრავი ქონების პროსპექტის შესახებ, რომელსაც თათია ჩაფიჩაძე და გუგა კობახიძე უძღვებიან. ამ სამშაბათს გადაცემის ავტორებმა ეს თემა შეარჩიეს და მგონი არ უნდა გამოტოვოთ ეს გადაცემაც და დარჩეთ BMG-ზე. გადაცემის წარმომადგენია ალიანს ჯგუფი. როგორ იქნება ეროვნული იმიჯი? რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის წარმატებული ბრენდი და რატომ არის აუცილებელი გლობალურ არენაზე მკაფიო გზავნილები? 20 მაისის უძრავი ქონების პროსპექტის სრული გამოშვება ქვეყნის ბრენდინგზე საუბარს დაეთმობა. ვინ და როგორ იცნობს საქართველოს და როგორ უნდა გავზარდოთ მისი ღირებულება? გადაცემაში თემაზე ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, მარკეტოლოგებთან და პრაქტიკოსებთან ერთად ვისაუბრებთ. ყველაფერი უძრავი ქონების და მშენებლობის შესახებ. უძრავი ქონების პროსპექტი BMG-ზე ყოველ სამშაბათს 5-ის 5 წუთზე. თათია ჩაფიჩაძესთან და გუგა კობახიძესთან ერთად. გადაცემის წარმომადგენია ალიანს ჯგუფი. BMG გასულ კვირას რუსთავს TBC კონცეპტის ფარგლებში ეწვია. მისი არის თვისაც თბილისიდან ჩვენი გადამღები ჯგუფი ინდუსტრიულ ქალაქში ჩავიდა. Construction Services სიახლეებია, კომპანია Construction Service და შესაბამისად ამ ყველაფრის გეგმების მოკითხვა გახდათ. Construction Service საექსპორტო დაფარვას აფართოებს, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე კანადაშიც კი გავიდა. Construction Services პროექტებზე და მათ თანამშრომლობაზე TBC-სთან ადრეც გიყვებოდით, მათ შორის პროექტზე, რომელმაც შედარებით ამოასუნთქა წყნეთის ბაგების და თბილისის ამ ხარის მოსახლეობა. საუბარია ბაგები და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ ხიდზე, რომელიც სწორედ Construction Service-მა შეასრულა. ახალი საექსპორტო სერვისის თუ საწარმოო სიახლეები კომპანიაში ბევრი დაგროვდა. მე შეგახსენებთ, რომ Construction Service 10 წელიწადზე მეტია უკვე ბაზარზეა, 250-ზე მეტი დასრულებული პროექტით პორტფელში. ხო და ამიტომაც ნინი ლონგურაშვილმა გააგრძელა ერთგვარად ინდუსტრიული გზა ქუთაისიდან ვიდრე რუსთავამდე და სწორედ ის ედგარ ყაზახაშვილთან და რევაზ ნასიძესთან თანაავტორობით TBC-ს და Construction Services პარტნიორობის წარმატებულ
მაგალითს გვიყვება. მოკითხები და წარმატებები Construction Services მაგარ გუნდს და მენეჯმენტს. საკმაოდ აქტიურ და მასშტაბურ პროცესს ვუყურებთ ახლა საწარმოში. გიორგი, მოდი თქვენით რომ დავიწყოთ ექსპორტის მიმართულება, განსაკუთრებით ამაზე გავაკეთოთ ახლა აქცენტი, რატომ კანადაში ექსპორტი? იმიტომ რომ კანადაში არ არის მარტივი ექსპორტის განხორციელება, საკმაოდ მკაცრ სამშენებლო სტანდარტებს მოითხოვს. რა პროდუქტი გაიტანეთ ეს რომ უთხრათ ჩვენს საქმიან მაყურებლებს და როგორ შეძელით რომ კანადაში ექსპორტი გაგახორციელებინათ? საინტერესო კითხვაა. ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ საერთაშორისო პროექტებში მოგვიწია ISO სერტიფიკატებზე მუშაობა რა. ეს არ არის მარტივი პროცესი, იმიტომ რომ 4-ის ISO სერტიფიკატი გვაქვს, რომელიც წარმოების ნაწილს ეხება და არა მხოლოდ მენეჯმენტს. ურთულესი პროცესია და შარშან წინ 2 წლის წინ მივიღეთ მე-4 კატეგორიის ლითონის კონსტრუქციების წარმოების ISO სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ გემების გარდა ყველა ტიპის რთული კონსტრუქციების, მათ შორის ხიდების ყველაზე საფასურისგებლო წარმოება და სიმარკირება ამ პროდუქციის შეგრძნებოდა. ყველაფერი ამან გამოიწვია, რომ უკვე პერიოდულად პირველი იყო საერთაშორისო პროექტი რიკოთის ჩვენ საქართველოში, ოღონდ ჩემთვის ის საერთაშორისო პროექტი იყო, იმიტომ რომ კონკურენციაში ვიყავი თურქულ, ჩინურ კომპანიებთან და 3 ლოტიდან 2 ლოტის მოგება მოვახერხეთ. მან პრაქტიკამ უკვე საშუალება მოგცა და უკვე შესრულებულობა სამუშაო იმისთვის, რომ დაინტერესებული იყოს ხებიც, იმიტომ რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ლითონზე არანაირი შეზღუდვა არ არის ევროპულ ქვეყნებთან. განსაკუთრებით კარგი პოზიცია იტალიასთან მიმართებად, იმიტომ რომ არ იბეგრება პროდუქციას, ნულოვანი დაბეგრვა ამ ქვეყანაში. და დავიწყეთ რამდენიმე მსხვილ იტალიურ კომპანიასთან მუშაობა და პირველი შედეგი ის იყო, რომ იტალიურზე უფრო ესპანეთში გავუშვით პირველი ევროპაში პირველი ლითონის კონსტრუქციები, ძალიან წარმატებით სხვათა შორის და უკვე თანამშრომლობ იმ კომპანიასთან, უკვე სხვა შეკვეთებიც გვაქვს და უკვე მიმდინარეობს დამუშავება პროექტის. შემდეგი იყო კანადა, ოღონდ აქაც მოხდით იტალიური კომპანიის მეშვეობით. იტალიური კომპანია იყო გენკონტრაქტორი მონრეალში და ჩვენმა წინადადებამ სხვათა შორის რამდენიმე ჩინურ კომპანიას მოუგეთ ტენდერი, მათ კომერციული ტენდერი ამას დაკავშირებით. გავიარეთ მრავალი ინსპექტირება, მრავალი შემოწმება, ბოლო კონტეინერი უკვე ერთი კვირა გზაშია კანადისკენ მიმდის. ამ სტანდარტების წარმატებით შესრულებას მუდმივად თანძდევს ძლიერი გამოცდილი პარტნიორების გვერდში დგომა, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების, როგორიც არის ამ შემთხვევაში TBC ბანკი. ზალ, შესაბამისად საინტერესო არის თქვენი ხედვა როგორი იყო თავიდანვე, მას შემდეგ რაც პარტნიორობაში შეხვედით Construction Service-თან და რა ნაწილში დაეხმარა TBC, რომ მოხვედრილიყო საქართველოდან კანადაში ქართული პროდუქცია. კი ბატონო, მადლობა კითხვისთვის. TBC-ის და Construction Services პარტნიორობა ფაქტიურად კომპანიის დაფუძნების დღიდან იწყება და უკვე მე-10 წელს ითვლის წარმატებულ წელს. მინდა და მაგალითით სახელზე გვაქვს. კი, და მინდა აღნიშნო, რომ აი საწარმოებს, სადაც ხარჯენ ვიმყოფებით, 2020 წელს ჩვენი დაფინანსებით ააშენა Construction Service-მა, გაზარდა საწარმოო სიმძლავრეები და ამან უკვე შესაძლებლობა მისცა, რომ გამختارიყო საქართველოში ნომერ 1 ლითონის წარმოებელი კომპანია და ამავდროულად პოზიციონირება მოეხდინა უკვე ევროპის და დასავლეთის უცხოურ ქვეყნების ბაზარზე. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, როდესაც კომპანიამ ექსპორტი განახორციელა კანადაში ამ იტალიური კომპანიის დაკვეთით, ჩვენი ჩართულობით არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია სხვა მესამე საერთაშორისო ბანკის და ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობა. ისინი ენდნენ TBC-ს როგორც სანდო პარტნიორს, რამაც სერიოზული სახსრები დაუძრდა კომპანიას, რადგან პირდაპირ მოვახდინეთ საბანკო გარანტიებით მომარაგება იტალიური და კანადური კომპანიების. ეს ხას უსვავს, რომ TBC არა მხოლოდ საქართველოში არის ნომერ 1 ფინანსური ინსტიტუტი, არამედ მას გააჩნია საკმაოდ მძლავრი საერთაშორისო პოზიციაც განსაკუთრებით ვაჭრობის ფინანსირებაში. ეს დავამატებდი ზუსტად ეხლა შევაფასოთ თქვენი პარტნიორობა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა ერთ-ერთი მსხვილ იტალიურ კომერციული კომპანიის ტენდერში ფაქტობრივად გამარჯვებული ვართ, საკონტრაქტო მოლაპარაკებები გვაქვს.
ალბათ იტალიის შუაგულში ავაშენეთ ძალიან დიდ ხიდს მივაწვით საქართველოსთან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ რომ TBC ბანკის მოგვიწია პრეზენტირება ჩვენ დამკვეთთან TBC ბანკის და არანაირი შემთხვევა იყო TBC ბანკი ჩვეულებრივად როგორც გარანტორი ჩვენ მხარეს იქნება წარმოდგენილი ამ პროექტში. ზოგადად წარმოების პოტენციალი საქართველოში შესაბამისად ეს კითხვა ორივესთან მექნება რა პოტენციალი აქვს საქართველოს ახლა იმ ხელა მასშტაბებზე ვსაუბრობთ ჩვენ რომ არ იქნება მაყურებლისთვისაც რთული მისახვედრი თუ რა დონის განვითარებაზე ვსაუბრობთ ამ მიმართულებით აუ მაგაზე მე მინდა გიპასუხოთ რა ერთი რომ საქართველოში რატო შევდივართ კონკურენციაში ევროპულ თურქულ კომპანიებთან იაფი შედარებით გაზი იაფი ელექტროენერგია მუშახელი და საგადასახადო სისტემას საქართველოში ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს. დრო ჭირდება უბრალოდ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ მოგვბაძა ბევრმა, იწყებენ პატარა კომპანიებია, რომელიც განვითარდებიან ნაწილობრივ და 5-6 წლის შემდეგ საკმაოდ ძლიერი ბაზარი იქნება ამ კუთხით. ხო, ნუ ის რომ პოტენციალი ზრდის მიმართულებით არის, ანუ ამას ცხადია რომ TBC-ც ხედავს, უყურებს მუდმივად, რომელიც მუდმივად მხარდამჭერი არის განსაკუთრებით საქართველოში ქართული წარმოების ზალ თქვენ როგორ შეაფასებთ როგორც ფინანსური ინსტიტუტი მით უმეტეს როცა სახელზე გვაქვს საერთაშორისო ბაზრების ათვისების პერსპექტივაც ჩვენთვის TBC-ისთვის სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება დაფინანსების კუთხით იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და დასაქმების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ბოლო წლებში წამოვიდა მოთხოვნა და სხვათა შორის ძალიან ბევრი ახალი განაცხადი გვაქვს როგორც ახალი საწარმოს-მშენებლობაზე, ასევე არსებულ საწარმოებში სიმძლავრეებისთვის, რასაც რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და იმედი მაქვს რომ ისეთი საწარმოები რომელსაც ახლა ჩვენ აქ ვიმყოფებით მრავალი იქნება და მეორეს ექნება შესაძლებლობა რომ მოახდინოს მისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა ექსპორტი დასავლეთის მიმართულებით ისე როგორც წარმატებით გიამ და კონსტრაქშენ სერვისმა განახორციელა. წარმოების სექტორის პოტენციალზე ვისაუბრეთ, აჩვენებს ზრდას. შესაბამისად, გიორგი, თქვენი წარმოების მაგალითზე, რომ შევაფასოთ, TBC-ის მხარდაჭერა იმ ბიზნესების, რომლებიც არიან ეხლა განვითარების გზაზე, რომლებიც მუდმივად ზრდას აჩვენებენ. მაგეთო საინტერესო შეკითხვაა რა. ერთი პირველი მინდა გითხრათ, რომ TBC საკმაოდ მოქნილი ბანკია, მანამდე სხვა ბანკთან ჰქონდა პრობლემები, იმიტომ რომ უამრავი ტენდერებში მონაწილეობთ, უამრავი საბანკო გარანტიებში და ამ შემთხვევაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტური მუშაობა, როდესაც უმოკლეს ვადაში ხდება შეკვეთინა ერთ-ორ დღეში უკვე სრული პროდუქტის მოწოდება ხდება და ამ ხრით ძალიან კომფორტულად ვართ. მეორეც ის არის, რომ ჩვენ მაგალითზე ალბათ TBC-ს სწავლობს ის, რომ პროცესებს სწავლობენ და უკვე ჩვენს უკან იცოდიან იმ კომპანიებთან უფრო ადვილი იქნება მათი მხრიდან საუბარი იმ პროცესებში გარკვევა, რასაც ჩვენ ახორციელებთ. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა და ეს არის, რომ TBC მართლა ჩართულია პირველ დონეზეც კომუნიკაციაში, არ არის მარტო რომ ელექტრონული მოწერა გქონდეს, ზოგჯერ ხოლმე ოპერატიულად ტელეფონით ხდება საკითხების გადაწყვეტა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება TBC-ის წარმოების გაფართოება, მეტად განვითარება. დღეს რა ჭირდებათ ბიზნესებს და როგორი არის მათ შორის TBC-ის ხედვა? ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ პარტნიორების ბიზნეს საჭიროებაზე მორგებული საკრედიტო პროდუქტების შევთავაზოთ. და აქ არ არის საუბარი მხოლოდ კრედიტის გაცემაზე, აქ არის კომპლექსურ ფინანსირებაზე საუბარი, რაშიც ჩვენი გუნდი ერთ-ერთი უპირველესია საქართველოში. სამშენებლო ბიზნესი ხშირად დაკავშირებულია სატენდერო ტენდერებში მონაწილეობასთან, რომელიც პროცესი სატენდერო გარანტიის გაცემით იწყება, თუმცა ჩვენთვის ეს პროცესი აქ არ მთავრდება, პირიქით იწყება და ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხდება უკვე შესრულების ალმასის გარანტიებით კომპანიების დამფინანსება, თუმცა თვითონ შენებლობის პროცესში ხდება სხვადასხვა მრავალი საკრედიტო პროდუქტით კომპანიების ხარდაჭერა, ეს იქნება აკრედიტივები, ფაქტორინგები თუ ასე შემდეგ. Construction Service 250-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული მის დაარსების დღიდან და ჩვენ გვიამაყება, რომ ამ პროექტების უმრავლესობაში, სადაც კი საბანკო პროდუქტების ჩართულობა იყო საჭირო, ჩვენ მისი მხარდამჭერები ვიყავით და გავაგრძელებთ ასევე მომავალშიც.
და ასევე საამაყოა ის პროექტები, რომლებიც ერთად გავაკეთეთ, განსაკუთრებით მინდა გამოყო ბაგების ხიდის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ქალაქის. რიკოთის უღელტეხილზე მშენებლობის ხიდების სახიდე გადასასვლელების მშენებლობის წარმოება და შემდეგ მონტაჟი და ახლა უკვე მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშტაბური ხიდის პროექტი ქალაქ ფოთში, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება კლიენტის სამშენებლო პორტფელში და ასევე ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურაში. ხო, განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი ყავდეს გვერდით. აუცილებლად მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, უამრავი პროცესები ხდება, მაგალითად, როდესაც დიდ საერთო დიდ ტენდერებში მონაწილეობთ, თბილისის ხავს საკმაოდ ძლიერი ფინანსური ჯგუფი, რომელიც პარალელურად აგებენ ფინანსურ მოდელებს და ჩემთვის დაზღვევა გარკვეულწილად, რომ ისეთი რამებში არ შევიდეს, სადაც სიტყვაზე არ იქნება ის შესაბამისი ფინანსური შედეგი. ესეც გარკვეულ სახით კომფორტია და ურთიერთგახსნილება იძლევა საშუალებას მაღალი შედეგის მიღების. ანუ რისკებიც მცირეა, შესაბამისად. წარმატებული მაგალითიც სახელზეა. წარმატებები და მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის, მსჯელობისთვის და წარმატებები პირველ რიგში Construction Service ამ გზაზე, რომელიც უკვე კანადაში ექსპორტის მიმართულებით გრძელდება. და მადლობა TBC-ს. მადლობა. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. მხოლოდ ქართულის რუბრიკაში დღეს კომპანია ქართულ თემას შესახებ გიყვებით, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია ოპერირებს და ბავშვებისთვის პირამიდებს, ბუსკვერცხებს, კოშკებს თუ სხვა გასართობი თემატიკის სპეციალურ ყუთებს ქმნის, რომელშიც სათამაშოებით კბილეული საგანმანათლებლო სტიკერებია თავმოყრილი. ახლახან საკუთარი ტკბილეულის წარმოებაც დაიწყეს, რომელსაც სულ მალე რეალიზაციაში დამოუკიდებლად ჩაუშვებენ და სამომავლოდ ამ მიმართულების გაფართოებასაც გეგმავენ. ქართულ თემას ამ კომპანიის შექმნის ისტორია და გეგმები მოვისმინოთ ჩვენი სიუჟეტიდან. ჩვენი კომპანია თითქმის 7 წელია, რაც ბაზარზეა. ჩვენ ვიყავით თავიდან ერთი კონკრეტული პროდუქტით წარმოდგენილი, ეს არის პირამიდა და მალევე უკვე დავიწყეთ 1 წლის თავზე, თუ სწორად მახსოვს, კოშკის წარმოება. ყოველ წელიწადს ფაქტობრივად ახალ ბრენდს ვხვდით. კოშკის მერე ბუსკვერცხების წარმოება დავიწყეთ და წელიწადი არ არის, რაც ქექეს ახალი ბრენდი შეიქმნა. ესეც კვერცხის ფორმისაა, შედარებით დაბალბიუჯეტიანია. თავარი მიზანი კიდევ ის იყო, რომ ასორტიმენტი გქონოდა. მეტად საინტერესო ყოფილიყავით ჩვენი მომხმარებლისთვის და არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, იგივე სუპერმარკეტებში, ვისთანაც ჩვენ სადაც იყიდება ჩვენი პროდუქცია, ყოველი მოლაპარაკების დროს უფრო მეტი ასორტიმენტით წავდექით და ამან უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია. ჩვენს პროდუქციას ორი დატვირთვა აქვს. ანუ ჩვენ ძირითადად ეს არის სათამაშო კუთხით და საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენ შემეცნებითი თემები გვიდებს, მაგალითად პირამიდაში, გოლიათში, დიდ პირამიდაში საქართველოს რუკა ამოდის, რომელიც საქართველოში ოჯახებში ყველა მაცივარზეა თითქმის გასახული, თუ იმეს პატარა ყავს. ასევე გვიდებს სწორი და არასწორი ვერსია ქართული სიტყვების, ამბანი გვიდებს ბუსკვერცხებში. დაწყებისთანავე ჩვენი მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი იყო, პირველ რიგში პატარები და რა თქმა უნდა, მშობლებსაც ძალიან მოსწონთ ჩვენი პროდუქცია და დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ. ნუ ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში განაპირობებს ხარისხი და ჩვენი სათამაშოები აბსოლუტურად ყველა არის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და არანაირ მავნე თვისებებს, ესე ვთქვათ, არ ატარებს
და არავლებს ბავშვის ჯანმრთელობას და გვიდევს ძალიან ტრენდული ჩვენ ზოგადად მსოფლიო ბაზარზე ვაკვირდებით სტატისტიკას, რა არის მოთხოვნადი, რა უფრო ტრენდულია და ვცდილობთ რომ ესეც სათამაშოები ჩამოვიტანოთ. როდესაც დავიწყეთ სათამაშოების შესყიდვა, რაღაცა ჩვენი გემოვნებით, ჩვენი ბავშვობის დროიდან სათამაშოებს ვეძებდით და ამან რაღაცა დიდი გამოხმაურება არ მოხდა ამას ხვდებით? მე უკვე მივხვდით, რომ უნდა მივყვეთ იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელიც ბავშვებში, ეხლა მაგალითად Minecraft-ი, რომელიც მე პირადად არ მომწონს, მაგრამ დღემდე პოპულარულია. წავედით ცით პირობითად რა Minecraft-ის გმირები გვედო ერთი პერიოდით PUBG იყო ძალიან პოპულარული ის კომპიუტერული თამაშია PUBG-ის გმირები გვედო ხვდებით აი ამ მონაცემებიდან გამომდინარე ჩვენც მივყვებით ბაზარს და ვახდენთ შესყიდვებს ჩვენ საწარმოში დღეს მუშაობს 25 ადამიანი და ჩვენი შულობილი კომპანია, სადისტრიბუციო კომპანია დაახლოებით 35 ადამიანი მუშაობს. რამოდენიმე თვის უკან ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტი იყო შაპიტო, რომელიც შევისყიდეთ და ვიწყებთ ძალიან მალე შაპიტოს წარმოებასაც. ფორმა იგივე ექნება, უბრალოდ გარედან დიზაინს უკეთებთ რებრენდით და რა თქმა უნდა ჩიქთავსით უფრო სხვანაირი იქნება. ასევე ჩვენს პროდუქციაში, ყველა პროდუქციაში დევს კარამელი ლავლავი, რომელიც ძალიან მოწონს ჩვენს მომხმარებელს, არის 100%-იანი ნატურალური, ხელთნაკეთი კარამელია და ვფიქრობ ლავლავის წარმოებაც დავიწყოთ, ანუ ცალკე იქნება, გაიყიდება მარკეტებში. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ბიზნესის კვირეულის ეთერში ახლა ჩვენი რუბრიკა. პროფესიონალის დროა, რომლის დღევანდელი გმირიც ჯაზის ქართველი ლეგენდა გიული ჩოხელია. ქალი, რომელმაც ქართული მუსიკის ისტორიაში თავისი ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა, კარიერა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მისი შესრულების სტილი, ტემპერამენტი საბჭოთა ესტრადისთვის დავიწროებულ მუსიკალურ თვალთახედვას ვერ ეგუებოდა, ჯაზმენი გაცილებით გვიან 70-იანი წლებიდან ხდება პოპულარული. მას შემდეგ, რაც სოტოპის, სტალინის, პრაღის, შემდეგ კი უკვე თბილისის ფესტივალებმა და აქ მიღებულმა აღიარებამ სახელი არა მხოლოდ საბჭოთა სივრცეში, არამედ მთელს ევროპასა და ოკეანის მიღმაც გაუთქვა. აი ამ ყოველივე შესახებ უფრო ვცლად ჩვენი ვიდეო ისტორიიდან შეიტყობთ, სადაც ჯაზის უზარმაზარ სამყაროში პროფესიონალი გიული ჩოხელის მოგზაურობის შესახებ გიამბობთ. ქართული ესტრადიდან ვიღებდი რაღაცას უკრავდი და ვფეროდი. მოწოდა დედას და ერთხელ მითხრა, რომ ერთხელ უკვე შენ რაღაცას მოგასმინინებო და შენ მითხარეო მოგწონებო. ჩართო ესე იგი უკრავდა კაუნტბესი, ბიგ ბენდი, ჯო უილიამსი, შემდეგ ელო ფიჯერალდი და მე გავსრულებდი ესე იგი. ეს იყო ჩემი მუსიკა. მე ვთქვი ეს ჩემი მუსიკა, მე უნდა ვიმღერო ეს. როგორ გაგანდებო, როგორ მაიმღერო, შენ ახახა და ისინი ამერიკაში არიან. მე ვთქვი აი ნახე თუ რა თქმა Why not to take all of me? თავისუფალი ქვეყნიდან დაბეrilma თავისუფლების მუსიკალურმა ტალღებმა ცნობიერება სამუდამოდ შეცვალა და იმ დღიდან დაიწყო იმპროვიზებული ცურვა ჯაზის თვალუწვდენელ ოკეანეში. ნოტებსაც მარტო შეეჭიდა მხოლოდ სმენით ზეპირად. ასე შემოესწავლა 14 წლამდე მერი სილდერის რეპერტუარი და დაიწყო ღრმა ბავშვობიდან მთელი მისი ენერგეტიკის აკუსტიკურ ნაკადებად გარდაქმნის უწყვეტი პროცესი. როდესაც მღეროდი, ვაღებდი ფანჯრებს და იქ ახლოს სახლი იყო და
ბრავო იქიდან მე რომ დავამთავრებდი იმას, მე უკვე ვიგრძენი, რომ მე მოვწონდი ადამიანებს. ნელა მე ესე იგი დავიწყე სიმღერა. ჯაზის ჰანგებმა დარაბებს მიღმა მალევე გააღწია. 50-იანი წლების დასაწყისში თბილისის ფილარმონიის ვოკალურ ინსტრუმენტულ ტრიოში დაიწყო სიმღერა. 55-ში რეგალიამ საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის სოლისტობაც დაფარა. მერე იყო სოლო კონცერტები, ინსტრუმენტულ ანსამბლებთან და ჯაზ ორკესტრებთან კოლაბორაციით. თანაც იცით საათ კაპიტალისტური დეკადანსის სიმბოლოდ რომ შერაცხეს ჯაზი და მისი მოსმენა კი არა, ხსენებაც აკრძალეს. გიორგი გაბისკივია ეგეთი რომელმაც ჩამოაყალიბა საქართველოს ჯაზი. მაგრამ ჯერ ჯაზი აღუდგეს არავითარ შემთხვევაში. საესტრადო ორკესტრი დაარქვით. სასაცილო იყო ეგ ყველაფერი. იმიტომ რომ მე მღეროდი მისტერ პაგანინის და იმებს ვღეროდი, ნამდვილ ჯაზს ვღეროდი, ეგენის ნამდვილ ჯაზს უკრავდი. ძალიან ბევრჯერ ჩამიკეტეს მუსიკა. ძალიან ბევრჯერ არ გამიშვეს მე კარგ თეატრში რომ მემღერა. მაგრამ მე მაინც ვღეროდი. და მაინც იქმნებოდა მისი მუსიკალური კარიერა ამ ბარიერებზე მუდმივი გამარჯვებით. თან არა მხოლოდ რკინის ფარდის მიღმა, რაც აიტანდა მისი ტემპერამენტი, სითამამე, შესრულების სტილი საბჭოთა კავშირის დავიწროვებულ მუსიკალურ ხედვას. პირველად გახსნა ევროპის ფანჯარა სოპოტის ფესტივალის გრან-პრით და პირველად მისმა ბგერამ წაშალა ქართული ჯაზისთვის ყველა კონტინენტური ზღვარი. ამერიკაში, ევროპაში, კუბაში, ავსტრალიაში, სადაც ვიყავ 50 ქვეყანა და ნამღერი. და ყველგან მიიღეს ტაშო და ყველგან. ფესტივალები მოგებული ვართ. ფესტივალი, ჯაზ ფესტივალები 8 ფესტივალი მარტო აქ სადღაც თბილისში, სულ ყველგან აბსოლუტურად. ჩეხოსლოვაკიაში. It's too darn hot. It's too darn hot. I'd light the cup with my baby tonight. Refill the cup with my baby tonight. I'd light the cup with my baby tonight. Refill the cup with my baby tonight. But პროფესიონალის კარიერული გზაც თანდათანობით ჯაზის რიტმებს ემსგავსებოდა. უჩვეულოს არაპროგნოზირებაც, იმპროვიზაციითა და ექსცენტრიულობით ნასაზრდოები მისი შემოქმედება თუ გამორჩეულად უყვარდებოდა ცივილიზებულ სამყაროს, ზუსტად ამავე მიზეზების გამო იხურებოდა მისთვის საბჭოთა კავშირის სცენის კარი. ჩაკეტილ წრეში ვერაფერს უგებდნენ არაშაბლონურ შემოქმედებას. Refill the cup with my baby tonight. მე ვიყავი ჯაზი. ესე იგი მე დაბადებული ვიყავი ჯაზი, ამიტომ მე ვიმღერებდი ისე, როგორც მე მემღერებოდა. მიიღო ხალხმა, მაგრამ ისეთი დრო იყო, რომ არავინ არ აინტერესებდა. არა ეს ხო ქართულად არ იმღერა და ჩვენი სიმღერები გააფუჭა და გიორგი ცაბაძე მოთქვა დედაჩემ, რა არის უკაცო, მუსიკა არის მისო ასაკეთებს იმპროვიზაციები და შემდეგ ფესტივალზე გამოვიდა სცენაზე და ჩამეხუთა. მე ვთქვა ბატონო გიორგი გახსოვთ კარგიო. Kucna monstrita bagida, Julia mi somzit, mi va bijebdi tertatvi maji, vednierebis ksir. ვარსკვლავის მიერ შესრულებული სიმღერები სემკო სლოუს, მისტერ პაგანინი და გერშვინის მომხიბვლელი რიტმები ევროპელი შემსრულებლების ოქროს ფონდში შევიდა. სოპოტის, ტალინის, პრაღის და მერე უკვე 1978 წლის თბილისის ფესტივალებიდან თან მოყოლილი აღიარებით კი პროფესიული გზა ჯაზის სამშობლოშიც გაკვალა. ოკეანის ერთი მხრიდან მეორეში მიმავალი რადიო ტალღები გზად მის ჰანგებს დაატარებდა. ჩეხოსლოვაკიაში ხო ჯაზი ფესტივალი. ვინსკუნოვები ისто დარბაზში. ეს ვითხაერთვა წამყვანა ტელევიზიის ადგენოდა ხოლმე და გავიდოდა დარბაზიდან. და მე შევდაიწყო
მისტერ პაგანინი და სულჩქარაში მომიტანო და თავისი მასოთა ბოლომდე მოგესმინაო. როგორც ჯაზ ფესტივალი არაფერი არ გადმოუცია, ესე იგი ჩემი გამოსვლა გადმოსცა ნიუ-იორკიდან. ამერიკაში თავისი ინდივიდუალიზმით დამკვიდრდა იმ მუსიკით, რომელშიც ბრაზილიური ბოსანოვას რბილი მელოდიები ქართულ ენასთან თანაცხოვრობდა და რიტმებში შემსრულებლის მიღმა მისი ეროვნება, კულტურაც იკითხებოდა. ამ იდენტობით მოიარა შტატები და ამავე ხელწერას ეკაჩებოდა თავისკენ თავისუფალი ჯაზის მთელი ორბიტა. ის კონოვერი რაც ალბომს. რაც რა თქვა. ის გადაცემაში. აი ეს რო გადმოსცა ჩემი სიმღერები. ქართველი მღერის უჯახო. იმიტომ რომ ქართველია და ქართული სული ისმისო ამერიკულ ჯაზში. იქ ისმისო რომ ქართველი მღერის. ქართველი ხო წარმოდგენა ქონდათ ისეთი რომ საერთოდ წინადია ქართველი. ხო? წინაც. გაგიჟდებიან, იმიტომ რომ გაიგეს ვინა ვართ. Socis holis merdi establis perit ma შემოქმედებით დიაპაზონს მხოლოდ მუსიკა არ დაუფარავს. პროზაც მოიცვა, პოეზიაც, კინემატოგრაფიაც, რეჟისორის ამპლუით. ნახატებიც მრავლად მიითვალა. პოლიეთილენის მასალისგან შექმნილი. ყველგან, ყველაფერს მისცოდა მისი კვალი სახელოვნებო სფეროში. თუმცა მაინც ისევ ორნი დარჩნენ ქვეყანაზე. და ისევ ისე ამარაგებენ ერთმანეთს უსაზღვრო თავისუფლებით. ამჯერად სცენის მიღმა მსმენელის ამპლუაში ისევ ელა ფიცჯერალდთან ბრუნდება. იმ ნოტებთან საიდანაც დაიწყო დინების წინააღმდეგ ცურვა და ის თავგადასავალი, რომელმაც სამყაროს აუწყა, რომ ჯაზში ქართველებიც არიან. მეტყობა მე 90 წელს რამე, იმიტომ რომ მე ვარ ჯაზმენი. ჯაზი არის სიცოცხლე. ჯაზი არის არ ვიცი რა. ეს არის სული და გული. თუ მიხვდები, თუ გაიგებ რა. იცოცხლებ და იცოცხლებ. ჯაზი. davem khabalishze guskune sagmamkhda სიმართლე მზეს გავს. შეიძლება დროებით დამალო, მაგრამ ის არსად წავა. ელვის პრესლი. რუბრიკას წარმოგიდგენთ LGG. თანამდებობიდან გადადგომის შესაძლოა მრავალი მიზეზი ჰქონდეს. იქნება ეს დროის შეუთავსებლობა, ფინანსური მოურიგებლობა, მრავალი სხვა, მაგრამ ამავდროულად გაგიკვირდება და ცხოვრებაში ძალიან ხშირია უცნაური შემთხვევები, როდესაც საჯარო პირები საკუთარ საქმეს სრულიად გაუგებარი, ზოგჯერ აბსურდული მიზეზებითაც კი ტოვებენ. ირაკლი მოდებაძემ ინტერნეტ სივრცეს გადაუარა და მოიძია ყველაზე უცნაური მიზეზები, რის გამოც ცნობად სახეებსა თუ უბრალოდ თანამდებობის პირებს თავიანთი პოზიცია დაუტოვებიათ. და მოდი ერთად ვნახოთ მის მიერ მომზადებული ვიდეო ისტორია. პოზიციის დატოვება საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ამ დროს ფაქტობრივად შენი კარიერის ბედს თავად წყვეტ და მიზეზი უნდა იყოს საპატიო ან ისეთი, რომელიც შენი ცხოვრების უკეთ წარმართვაში დაგეხმარება. თუმცა ცხოვრება ბევრი უცნაურობითაა გამორჩეული და ცხადია გამონაკლისი არც სამსახურეობრივი მოვლენებია. ისტორიაში ცნობადი სახე არაერთხელ გადამდგარა თანამდებობიდან თანაც საკმაოდ უცნაურ, მოულოდნელ ან უბრალოდ აბსურდულ გარემოებაში. დღეს სწორედ ასეთ შემთხვევებს გავიხსენებთ, როცა საჯარო პირებმა თავიანთი პოზიცია რბილად რომ თქვათ უცნაური მიზეზების გამო დატოვეს. პაპი ბენედიქტე მე-16, რომის პაპი. რომის პაპი ბენედიქტე მე-16, რომელიც 2005 წლიდან მსახურობდა, 2013 წელს მოულოდნელად თავისი ნებით გადადგა. ის იყო პირველი პაპი უკანასკნელი 600 წლის განმავლობაში, ვინც თანამდებობა დატოვა და სიცოცხლის ბოლომდე არ დარჩა. ბენედიქტე მე-16 ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება ღმერთის კარნახითა და შთაგონებით მიიღო და უკვე აღარ ჰქონდა სულიერი და ფიზიკური ძალა ეკლესიის მართვისთვის. ზოგი თვლიდა, რომ გადადგომის უკან ვატიკანის შიდა სკანდალები და ძალაუფლების ბრძოლები იდგა, რეალური მიზეზი კი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. თუმცა მისი თანამდებობიდან დატოვებით უნიკალური სიტუაცია შეიქმნა, რადგან ვატიკანში ერთდროულად თან არსებობდნენ მოქმედი და ყოფილი პაპი. ზინე ელ აბიდინე ბენ ალი, ტუნისის პრეზიდენტი.
ბენალი 23 წელი მართავდა ტუნის ავტორიტარული მეთოდებით, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ქვეყანაში პროტესტის დროს აქტივისტმა მუჰამედ ბოუზიზიმ თავი დაიწვა, რამაც მასობრივი საპროტესტო მოძრაობა წარმოშო. 2011 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 2014 წელს მეორე ვადით კენჭს აღარ იყრიდა და პირობადადო რომ გადადგამდა ნაბიჯებს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად და პრესაზე არსებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად. თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგან ათასობით ადამიანი გამოვიდა ტუნისის ცენტრში და მოითხოვა ბენალის დაუყოვნებლივ გადადგომა. საბოლოოდ პრეზიდენტმა ტუნისი დროებით დატოვა იმ მოტივით, რომ საკუთარი ოჯახის წევრები ჰყავდა მისახედი, მაგრამ რეალურად საერთოდ აღარ დაბრუნებულა. ის ფაქტობრივად გაექცა საკუთარ ქვეყანას და ოჯახის წევრების მოვლა იმ რეჟიმის დასასრული გახდა, რამაც მთელ რეგიონში არაბული გაზაფხულის ტალღა გამოიწვია. ჰარუკი იუკავა, იაპონიის საბჭოს წევრი. იუკავა იაპონიაში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი იყო, თუმცა ძალიან ეხამუშებოდა საჯაროდ საუბარი, თანაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას კამერები უღებდნენ. ამისგან გატანჯულმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ძალიან ნერვიულობდა ტელეკამერების წინ საუბრის გამო და ეს პრობლემა ისე უშლიდა ხელს, რომ იძულებული გახდა პოლიტიკა დაეტოვებინა. იაპონურმა საზოგადოებამ ეს ამბავი ერთდროულად თანაგრძნობითაც და კრიტიკითაც მიიღო, ბევრმა ადამიანმა მას გულწრფელობა დაუფასა. კარლოს როა, საფეხბურთო მეკარე. არგენტინისა და მალიორკას ყოფილი მეკარე კარლოს როა მართლაც უნიკალური კარიერით გამოირჩეოდა. თავიდან როა ბრწყინვალედ თამაშობდა რასინ კლუბში, შემდეგ კი ლანუსში გადავიდა. ამის შემდეგ ესპანურ ლა ლიგაში გაჩარხდა ტრანსფერი, სადაც პირველივე სეზონში გამოირჩა და კარიერის პიკს არგენტინის ეროვნულ ნაკრების ფორმაში მიაღწია. როა განსაკუთრებით ცნობილია ორი მომენტით: 1998 წელს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დევიდ ბატის პენალტის მოგერიებით და დენის ბერგკამპის მხრიდან მის კარში გატანილი ლეგენდარული გოლით. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ Manchester United მის მიმართ დაინტერესდა და მზად იყო 10 მილიონი გადაეხადა, რათა როა პიტერ შმაიხელი შემცვლელად მოეყვანა Old Trafford-ზე. მაგრამ როამ უცნაური მიზეზი თუ არ ითქვა. ის დარწმუნებული იყო, რომ ახალი 1000 წლეულის ან 2000 წლის დადგომა აპოკალიფს მოიტანდა, რის გამოც 1999 წელს ფეხბურთიდან წავიდა. ის ყველაფრისთვის მოემზადა. რაც გააჩნდა, ყველაფერი დათმოდა ოჯახთან ერთად გადაიხვეწა კორდობის მთებში მდებარე პატარა სოფელში, ვილა დე სოტოში, სადაც იზოლაციაში ცხოვრობდა და სამყაროს დასასრულს ელოდებოდა. რადგანაც აპოკალიფსი არ დადგა, როა დათანხმდა მალიორკაში დაბრუნებას, თუმცა ბუნებრივია ვეღარ შეძლო ძველ დონეზე თამაში. 2004 წელს კი მისი ცხოვრება კვლავ აირია. მას სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს, რამაც აიძულა კვლავ დაენებებინა ფეხბურთის თამაშისთვის თავი. ედუარდ მერვე, ბრიტანეთის მეფე. ეს ამბავი გვანიშნებს, რომ სამყაროში სიყვარულზე უფრო მაღლა არაფერი დგას. ედუარდ მერვე გახდა ბრიტანეთის მეფე მხოლოდ 11 თვით, სანამ აბდიკაციას, ანუ გადადგომას გამოაცხადებდა. მიზეზი კი სიყვარული იყო, ვინაიდან მას ქალბატონ უოლის სიმფსონზე სურდა დაქორწინება, ამერიკელ ქალზე, რომელიც ორჯერ იყო განქორწინებული. საქმე ისაა, რომ ინგლისის ეკლესია, რომლის მეთაურის პარადოქსულად თავად მეფეა, კრძალავს განქორწინებულზე ქორწინებას მანამ სანამ ყოფილი მეუღლე ცოცხალია. ედუარდმა კი გამოაცხადა, რომ მეფის მოვალეობებს ვერ შეასრულებდა იმ ქალზე ფიქრის გარეშე, რომელსაც ეტრფოდა და ამიტომ ტახტს ქორწინება არჩია. შედეგად მეფედ დაინიშნა მისი ძმა ჯორჯ მე-6, რომლის ქალიშვილიც ლეგენდარული ელისაბედ მეორეა. გრეტა გარბო, მსახიობი. 20-იანი და 30-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მსახიობი გრეტა გარბო, რომელიც ამ პერიოდში 4-ჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული, 1941 წელს მოულოდნელად დიდი კინოდან წავიდა, თანაც ისე რომ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. მთელი ჰოლივუდი და მსოფლიო შოკში ჩავარდა, ვინაიდან ის მეინსტრიმ არტისტი იყო და შემოთავაზებების მთელი კასკადი ეყარა. 40-იან წლებში და მთლიანად თავისი პენსიის პერიოდში მას არაერთი როლი შესთავაზეს, თუმცა ყველა უარით გაისტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უარს ამბობდა მეგობრებთან საკუთარი წასვლის მიზეზების შესახებ საუბარზე, გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე შვედი ბიოგრაფისტვის სვენ ბრომანისთვის საბოლოოდ აღიარა, რომ ცნობადობამ გამოფიტა და კინოინდუსტრიაც მისთვის მხოლოდ ფულის საშოვნელი გზა იყო, რადგან ხშირად თავს ძალას ატანდა, რათა სტუდიაში წასულიყო. როგორც ჩანს, გარბოს ვერ წარმოედგინა თუ როგორი იყო ჰოლივუდის მსახიობის ცხოვრება, მაგრამ ცნობადობისა და მის თანმდევ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია კი დანამდვილებით უნდა ჰქონოდა. როცა შენს ნიჭს უმატებ სიღრმისეულ ცოდნას, ხდები ქარიზმატული. თავდაჯერებული მარტივად ახერხებს შენი სურვილისა და მონდომების სხვებისთვის გაზიარებას. ასეთ ადამიანს კი სხვები ადვილად ენდობიან და მიჰყვებიან. ჯერი პორა. გავლენიანი გამოცემა და მედია საშუალება Deutsche Welle წერს, რომ რუსეთის მხრიდან შანსი ბოლომდე მიიყვანოს უკრაინაში გაჩაღებული ომის მიზნები ხელიდან გაშვებული არ იქნება და რუსეთის მხარე სრულად გამოიყენებს ზაფხულის პერიოდს
დასახული სამხედრო მიზნების მისაღწევად, რადგან Deutsche Welle-ს ცნობით მათ, ანუ რუსეთმა კარგად უწყიან, რომ ნებისმიერი გადადებული დრო ამ პერიოდში, ანუ დაპაუზება იგივე საომარი მოქმედებებისა ნიშნავს მეტ გადაჯგუფებას უკრაინული მხარისთვის, მეწარმოებულ დრონებს, მომზადებულ თავდაცვის ლოკაციებს, რაც რუსეთს ისედაც მძიმედ მიმდინარე ომის ყოველდღიურობას გააურთულებს. The Daily Telegraph ასევე წერს, რომ და სხვათა შორის არც თუ უსაფუძვლო ეჭვებით, რომ პირისპირ კომუნიკაცია შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის შეიძლება უკრაინისთვის ნამდვილ კოშმარად იქცეს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა გარკვეული პოზიციები დათმეს საომარი მოქმედებებისას. ნახოთ აბა, როგორ განვითარდება მოვლენები იმ პირობებში, რომ ევროპაც იღვიძებს და მნიშვნელოვან ინვესტირებებს აკეთებს საკუთარ თვით ყოფადობაში. იცით, არ მახსოვს ზუსტად კვირა სამშუა დღეს მით უმეტეს, რომელი ფილმიდან არის, მაგრამ აი ეს დიალოგი მახსენდება ყოველთვის უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე. დიალოგი არის აშკარად ფილმიდან და ესე წარიმართა. ორ პერსონაჟს შორის. იცი თუ არა, რატომ არის ამდენი ბოროტება სამყაროში? არა, არ ვიცი, პასუხობს მოსაუბრეს მეგობარი. იმიტომ რომ ბოროტებას აქტიურად აფინანსებენ. კი, მაგრამ სიკეთეს არ აფინანსებენ? სიკეთეს არა. სიკეთე ადამიანის სინდისზე, პატიოსნებაზე და სიმართლეზე დგას. კი, მაგრამ მაშინ საბოლოოდ სიკეთე როგორ იმარჯვებს ყოველთვის ბოროტებაზე? როგორ და რატომ იმარჯვებს? იმიტომ რომ ფული და ფინანსები ერთჩვენიერ დღეს მთავრდება. სინდისი, პატიოსნება და სიმართლე კი მარადიულია. ბიზნესის კვირეული დასრულებულია. შევხვდებით ხვალ დილით, საქმიან დილაში. არ გამოგჩეთ, მთავარი ამბების თვალყურის მიდევნება BMG-ზე. დროებით და კარგად ზანდებოდეთ. ვადლობ თქვენი ყურადღებისთვის. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. გადაცემის სპონსორია ფავორის ლაქს აღებავები. ცხოვრებაში იმას იღებ, რაზე შეკითხვი